საღამომშვიდობის თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. ჩაიარა საახალწლო საშობაო არ დადეგებმა და ჩვენს უბრუნდებით ჩვენს საქმიანობას. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ვინ მოიხდის ბოდიშს? თუ რატომ დავარქვი ასე, ამას თქვენ რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას მიხვდებით. მაგრამ ვიდრე უშუალოდ გადაცემა შეუდგებოდა, რა კი სადღესასწაულო განწყობა აქამდე მოვყვა, მინდა ერთი ხუმრობით დავიწყო. ოღონდ წინასწარ ვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ამ ხუმრობამ შესაძლებელია თქვენ შეგაშინოთ. აი ხომ ხედავთ ბოდიშის თემა უკვე შემოვიდა. ახლა კი ხუმრობა. ახლა ერთ ისეთ რამეს გავაკეთებ, ჩავიდენ, რომ შესაძლოა წამირად დაფთხეს, აი მაგალითად ლაშა, ან ნიკა. ან უფრო ზუსტად შეცფუნდნენ და ნახეთ დააკვირდით რას გავაკეთებ ახლა, ალბათ ამ კამერასთან სჯობს. აი ეს რამე გავაკეთეთ. ხომ შეგაშინეთ. ასეთია მოკლედ ჩვენი ცხოვრების დეტალები, პასაჟები, რომელიც სულაც არ არის იუმორს მოკლებული და არც კომიზმს მოკლებული, ხანდახან გადამლაშებული კომიზმიც გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ. ახლა კი რაც შეეხება გადაცემას. ეს წელიწადი ცოტა უცნაურად დაიწყო. ალბათ გაგიკვირდებათ. იმდენად უცნაურ მოვლენებთან გვაქვს საქმე მთელ მსოფლიოში, რომ რაღა უნდა ყოფილიყო უცნაური, მაგრამ რა თქმა უნდა ამ უცნაურად მოწყობილ მსოფლიოშიც ბევრი რამ შეიძლება უცნაური იყოს. აი მაგალითად ეს ფაქტი. რამდენიმე საათის წინ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას დაარტყა. კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის დედაქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. CBS-ის ინფორმაციით ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი ამინდის გამო გადაიდო. ამავდროულად ვენესუელის სახელმწიფო ტელეკომპანია მთავრობის განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური კარაკასი გმობს ვაშინგტონის აგრესიას ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე. ვენესუელის მთავრობამ შტატები დაადანაშაულა სტრატეგიული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობისა და მინერალების მითვისების მცდელობაში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? აკი ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას ელტვის. ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, ანუ მშვიდობის გამტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო ყველაზე პრესტიჟული პრემია მსოფლიოში. და ამ დროს დაბომბები აქ, დაბომბები იქ, ხან ირანი, ხან ვენესუელა, ხან კიდევ რომელიღაც სხვა წერტილები. დედამიწისა რა არის ეს, როგორ თავსდება ეს ერთმანეთთან და საერთოდ საითმედის მსოფლიო. იქითკენ ხომ არ არის შესახებაც უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობ მეც და რა თქმა უნდა ჩემთან ერთად სხვებიც, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს მსოფლიო წესრიგი. მსოფლიოში აღარ არსებობს საერთაშორისო სამართალი. ეს ყველაფერი არსებობდა, ოდესღაც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად 1945 წელს, მას შემდეგ რაც შეიქმნა გაერო, შეიქმნა მისი უშიშროების საბჭო და რაც ჩამოყალიბდა თანამშრომლობის, ურთიერთობის რაღაც ფორმები და წესები, რასაც საერთაშორისო სამართალს უზახოდით და რასაც იურიდიული ძალა გააჩნდა. მაგრამ ეს ყველაფერი ერთბაშად, თუმცა რაღა ერთბაშად. დიდი ხანია ეს ყველაფერი ინგრეოდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, იქიდან მოყოლებული, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მიაღწია გამარჯვებას ეგრეთ წოდებულ ცივ ომში, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოს ერთპიროვნულ ჰეგემონად მოევლინა. აი, მაშინ დაიწყო მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის რღვევა. თითქოს პარადოქსია. თუ კი რაღაცა წესები ჩამოყალიბდა, თუნდაც უსამართლო, თუნდაც ერთპოლუსიანი, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონია, თუ კი ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა, წესი წესად უნდა დარჩენილიყო. წესრიგი წესრიგად უნდა დარჩენილიყო და საერთაშორისო სამართალის საერთაშორისო სამართლად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ არ დარჩა, იმიტომ რომ ამერიკელებს ნაკლებად უყვართ ის, რაც შემზღუდავია.
წესი, კანონი, სამართალი ეს ყველაფერი არის შემზღუდავი. მათ შეუზღუდავი მოქმედებები უყვართ და ასე მოიქცნენ ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, განსაკუთრებით გახსოვთ იუგოსლავია, გახსოვთ სხვა ცხელი წერტილები, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები და სხვა, სადაც ისეთი ცეცხლი ააგიზგიზეს, რომ ამას ყველაფერს ერთად ვერ ჩაიდენდნენ საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო წესრიგის პირობებში. ამიტომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გადახაზეს, გაეროს გვერდი აუარეს, უშიშროების საბჭოს არაფერს დაეკითხნენ, სადაც შეიძლებოდა გარკვეული შეზღუდვა ყოფილიყო და იქნებოდა რა თქმა უნდა, ამიტომ ყველაფერ ამას აუარეს გვერდი და წამოვიდა ასე ვთქვათ, აი ეს უკანონობის, უწესობის და უცერემონიობის მთელი ეპოქა. სანამდე მიიყვანა ამან მსოფლიო, თქვენ შესანიშნავად ხედავთ. ის რაც უკრაინაში ხდება დღეს და არა მარტო უკრაინაში რა თქმა უნდა, მაგრამ უკრაინაში რაც ხდება, ეს არის სწორედ დასამარება ყველაფერი იმისა, რასაც წესრიგი ერქვა. უკრაინაში რაც ხდება, შესაძლებელია ვინმე თქვას, რომ აი რუსეთი აკეთებს ყველაფერ ამას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არის პრინციპული ხასიათის შეცდომა, რომელიც არავინ არ უნდა დაუშვას. ამას რუსეთი კი არ აკეთებს, ამას აკეთებს დასავლეთი, თანაც აკეთებს მიზანმიმართულად, აკეთებს ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების გზით, სახელმწიფო გადატრიალებების გზით და მათ უკრაინაში სწორედ ასეთი რამ ჩაიდინეს, საქართველოშიც ასეთი რამ ჩაიდინეს და ბევრ სხვა სახელმწიფოში ასეთი რამ ჩაიდინეს. ჩაიდინეს ის, რაც არ უნდა ჩაედინათ. ჩაიდინეს ის, რომ მათ მოინდომეს სწორედ აი ამ მსოფლიო წესრიგის და არა მარტო მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის, არამედ მსოფლიო ბალანსის დარღვევისკენ გადადგმული ნაბიჯებით ჩაიდინეს ძალიან მძიმე ცოდვა. საერთაშორისო ბალანსი ეს არის ის ბეწვი, რომელზეც კიდია მსოფლიოს ყოფნა არ ყოფნა, რომელზეც კიდია მშვიდობის ხვალინდელი დღე. იქნება თუ არა მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. სწორედ ეს მოარყიეს, სწორედ ეს მოანგრიეს და ასე ვთქვათ, სხვის ბოსტანში გადაიჭრნენ. ანუ შეუდგნენ ათვისებას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა, მათ შორის რა თქმა უნდა უკრაინისა, რომელიც ერთ-ერთი უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო გახლდათ, იმიტომ ვამბობ წარსულში, რომ მან დაკარგა ეს სტატუსის, ტერიტორიებიც, ყველაფერის და უკრაინა ალბათ აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორც ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ სწორედ ამ სახელმწიფოს მიადგნენ იმისთვის, რომ რუსეთისთვის შეეტიათ. რუსეთთან იმდენად ახლოს მისულიყვნენ, ყველა მისი საზღვარი, ასე ვთქვათ, კონტროლქვეშ აიყვანათ და ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა ჰქონოდათ ბირთვული თავდასხმების. აი ეს ჩაიდინეს და ის რაც მერე რუსეთმა უპასუხა ამას, ეს არის პასუხი. ეს არის რეაქცია, რომელიც არ შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო. გონიერი პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ დასავლეთში, ასეთ რამეს არ ჩაიდებდნენ, იმიტომ რომ მათ ეცოდინებოდათ ეს არ შერჩებოდათ, მაგრამ ჩაიდინეს, იმიტომ რომ ძალიან სურდათ რუსეთი არა მარტო დაესუსტებინათ, არამედ დაეჩოქებინათ, რათა მისი უზარმაზარი სიმდიდრეები ყოფილიყო მათთვის ხელმისაწვდომი და ეს ყველაფერი გამხდარიყო მათთვის სათარეშო, ასე ვთქვათ, ანუ რუსეთი აღგვილიყო პირისაგან მიწისა. ეს იყო ჩანაფიქრი, მაგრამ ჩანაფიქრი როგორც ჩანს ვერ გახორციელდა. რაგი ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, იწყება რაღაცა სხვა ეტაპი, ახალი ეტაპი, რომელიც უფრო გავს გადანაწილებას, ანუ გავლენათა სფეროების გაყოფას, თუმცა არ ვიცი, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი ეს არის თუ არა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ტრამპს უყვარს ხოლმე დღეს ერთის თქმა ხვალ მეორის, ანუ გადათქმა იმისი, რაც გუშინ თქვა და აქედან გამომდინარე ზუსტი დასკვნების კეთებისათვის არა გვაქვს არგუმენტაცია. არა გვაქვს ფაქტები, რომლებსაც დავალაგებ და ვიტყვით, რომ ეს აქეთკენ მიდის. თუმცა აი ვენესუელა, რომლის შესახებაც ჩვენ პირველი სიუჟეტი უკვე ვნახეთ, სწორედ ამას გავს. ამერიკის კონტინენტზე, ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, დომინანტი,
შექმნის იმ პირობებს, რაც მას მრავალპოლუსიანობის შემთხვევაში, სწორედ პოლუსის ფუნქციას, პოლუსის სტატუსს შეუნარჩუნებს, ეს რომ არ დაიკარგოს, იმიტომ რომ მრავალ მხრივ წინააღმდეგობაში ჩაფლული და ჩაძრული ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ იმყოფება და ამიტომ თავის გადასარჩენად მრავალ ხრიკს მიმართავს ხოლმე, როგორც იცოდნენ ტრადიციულად და ისტორიულად. აი ერთ-ერთი ასეთი ხრიკი შესაძლებელია იყოს ვენესუელა, თუმცა დაბეჭდებით ვერაფერს ვამბობ, იმიტომ რომ რასაც ვამბობ, იმაზე პასუხისმგებლობას ვიღებ ხოლმე და ეს არ მაძლევს ამის საშუალებას. დიახ, ვენესუელაში ჩატარდა ოპერაცია. ეს ოპერაცია ერთის მხრივ ძალიან გავს ვენესუელაზე განხორციელებულ აგრესიას და მეორეს მხრივ ძალიან გავს ტერორისტულ აქტს, იმიტომ რომ მოტაცებულია ვენესუელას კანონიერი პრეზიდენტი. მოსწონს ის ვინმეს თუ არ მოსწონს, აქვს თუ არა მასთან ვინმეს რამე საკამათო, ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ის კაცი აქამდე იყო ვენესუელას კანონიერი პრეზიდენტი. მოტაცებულია მეუღლესთან ერთად, გატაცებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე. თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი იქნება, ნახოთ რა როგორ განვითარდება, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი არა მარტო აგრესიას გავს ვენესუელას წინააღმდეგ ჩატარებულს, არამედ გავს ტერორისტულ აქტს, თუ ყველა მოვლენას თავის სახელს დავარქმევთ. ახლა კი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ეს ყველაფერი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს დილის 11 საათზე მარალაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. ეს გახდათ ტრამპის პირველი განცხადება ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამის შემდეგ ტრამპი უშუალოდ გამოჩნდა და ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სინქრონი იმასთან დაკავშირებით, თუ რა თქვა მან ვენესუელასთან დაკავშირებით. ძალიან საშიში ოპერაცია იყო. კარგია, რომ მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა, თუმცა ახლა ყველა კარგადაა. ვიცოდი, რომ საფრთხე დიდი იყო. გადმოვიდნენ ვერტმფრენიდან, ვერტმფრენს კი ცეცხლს უხსნიდნენ, მაგრამ მაინც გადავიდნენ ხმელეთზე, მამაცურად, ტყუების ქვეშ. როგორც იცით, ერთ-ერთი ვერტმფრენს მოხვდა, მაგრამ ყველა და ყველაფერი დავიბრუნეთ. არავინ დაღუპულა. რაც შეეხება ახლა ვინ გაუძღვება ვენესუელას? ჩვენ გვაქვს კავშირი ხალხთან, რომელიც ახლახან დაინიშნა. არ მკითხოთ ვინაა, მაგრამ პასუხისმგებელი ჩვენ ვართ. დევი როდრიგესისთვის გარანტიები არ მიგვიწია თანამშრომლობის სანაცვლოდ, მაგრამ ის თანამშრომლობს. ვენესუელა ახლა მკვდარი ქვეყანაა და მე რომ არჩევნებში დავმარცხებულიყავი, ისევ მკვდარი ქვეყანა იქნებოდა. ის უნდა აღვადგინოთ. დიდი ინვესტიციების ჩადებას აპირებენ ჩვენი ნავთობ კომპანიები, რომ აღვადგინოთ ინფრასტრუქტურა. წლების წინ უნდა დაგვეწყო, მაგრამ წაგვართვეს. აი ასეთი გახლავთ განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა და აქ შესაძლებელია კრიტიკას თუ არ დავარქმევთ, შესაძლებელია შეკითხვები გაჩნდეს კი, მაგრამ თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება? თქვენ რა იურიდიულ პირობას ეყრდნობით, როდესაც ამ ქმედებებს ახორციელებთ? ეს ერთია, რას ფიქრობ, რომ ვენესუელა მკვდარი ქვეყანა იყო და ახლა უნდა გააცოცხლო, რომ ვენესუელაში მმართველობა თქვენ უნდა აიღოთ ხელში და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ამგვარ გადაწყვეტილებას იღებთ, როდესაც სამხედრო ოპერაციას ატარებთ, ამას იურიდიული ბაზა ხომ უნდა გააჩნდეს. რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს. სამწუხაროდ ეს არაფერს არ ეფუძნება. ტრამპს და ამერიკელებს ეს არავისთვის უკითხავთ. მათ ასე გადაწყვიტეს, მათ ასე ჩათვალეს და როგორც გადაწყვიტეს და როგორც ჩათვალეს, ისე იმოქმედეს, მაგრამ ხომ არის ეს უკანონობა? ხომ არის ეს ესე ვთქვათ ისეთი თვითშემოქმედება, რომელიც ნებადართული არ არის, რომელიც გამართლებული არ არის, რომელიც ზნეობრივი არ არის. იმიტომ რომ ასე შეიძლება ნებისმიერმა სახელმწიფომ გადაწყვიტოს. ყოველ შემთხვევაში იმ სახელმწიფომ, ისაც საამისო ძალა გააჩნია, რომ
მეზობელ სახელმწიფოში, თუ არა მეზობელ სახელმწიფოში, მე რასაც მინდა, იმას ვიზამ, იმიტომ რომ მე ასე მიმაჩნია, მე ასე გადავწყვიტა. რა ქვია ამას? ამას ქვია ძალის სამართალი, ანუ უკიდურესი უსამართლობა. როდესაც ძლიერი იქცევა ისე, როგორც მას მოესურვება და მოეპრიანება. ამას ქვია უკიდურესი უსამართლობა. აი ძლიერის სამართლის პრინციპით თუ განვითარდება მსოფლიო და ამ მიმართულებით თუ ვივლით, მაშინ ჯერ გამოვა რომ ყველა სუსტი დაიჩაგრება და ყველა ძლიერი რაღაცას მიიტაცებს, მიითვისებს და თავის ვნებებს დაიკმაყოფილებს, მაგრამ შემდეგ ის ძლიერები დაერევიან ერთმანეთს და უფრო ძლიერი, უფრო მეტ წაიღებს, შედარებით სუსტი დამარცხდება და საბოლოო ჯამში ეს იქნება ქაოსი, ან ეს იქნება მსოფლიო ომი, გლობალური დაპირისპირება. აქედან კარგი არაფერი გამოვა. ეს გამორიცხულია, შეუძლებელია რომ ამგვარი მოქმედებებიდან კარგი რამე გამოვიდეს. მაგრამ როდესაც ძალა არსებობს, ძალა სახაზია, მაშინ ყოველთვის გამოჩნდება ტაშის დამკვრელი. აი მაგალითად იმავე თვითმფრინავში, სადაც პირველი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა, ერთ-ერთი სენატორი მას როგორ უბამს ხარს და მე ვიტყვი გადაასწრებს კიდეც ბევრ რამეში. ყველა ადმინისტრაცია ამბობს, რომ მადურო საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის. ის ცუდი ადამიანია, ეს კი პირველი ადამიანი, რომელმაც რეალური ნაბიჯები გადადგა. ჩემთვის ეს ისტორია ასეთია. მადუროს შეეძლო თურქეთში ყოფილიყო დღეს, მაგრამ ნიუ-იორკშია. მადურო საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს ამის გამო. პრეზიდენტმა მას შესთავაზა გამოსავალი. მან აირჩია წინააღმდეგობა გაეწია ტრამპისთვის და ამერიკელი სამხედროებისთვის. ამიტომ ციხეშია, სადაც იმსახურებს რომ იყოს. აი ზუსტად ამ ლოგიკით ამერიკელებმა და ნატომ დაანგრიეს იუგოსლავია. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დაანგრიეს ევროპული სახელმწიფო, დაშალეს ნაწილ-ნაწილ და პრეზიდენტი სადღაც აღესრულა ჰააგის საპატიმროში, პრაქტიკულად მოკლეს, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში, მაგალითად ერაყში ჩამოახშოს ჰუსეინი, მაგალითად ლიბიის პრეზიდენტი კადაფი ლინჩის წესით გაასამართლეს და უამრავი სხვა აბსოლუტური თვითნებობა, აბსოლუტური ძალადობა, ძალმომრეობა, ანუ ის, რასაც ძალის სამართალი, ანუ უკიდურესი უსამართლობა უწოდეთ. ასე მოვდივართ აქამდე და ახლა როდესაც გამეორება ხდება, რეციდივი ხდება ყველა ამ უბედურებისა, გაგრძელება ხდება ამისი და ამისი აი კონკრეტული მაგალითი არის აგერ ვენესუელა. როგორია დამოკიდებულება? ვინ გამოვიდა და ვინ თქვა, რომ ეს კარგია? ან ეს ცუდია? შეფასებები, როგორი შეიძლება ამას მოყოლოდა? აი მაგალითად ევროკავშირის შეფასება როგორია? ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს არ გააჩნია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია და რომ მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიაზე გადაცვლას მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. ევროკავშირი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ამავდროულად ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით. კარგი, ეს ყველაფერი აი ბოლოს რაც ათქვეს, რაღაც არა ხარუხი სიტყვებისა, არაფრის მთქმელისა, მოვაშოროთ და ავტომატურად ის რა განცხადებაც გააკეთეს ევროკავშირმა. ევროპამ, დემოკრატიულმა, ცივილიზებულმა ევროპამ განაცხადა რა, რომ დამნაშავეა ვენესუელას ხელისუფლება, დამნაშავეა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და დამნაშავეა ერთი სიტყვით ყველა გარდა იმისა, ვინც დანაშაული ჩაედინა, ვინც აგრესია განახორციელა, ვინც პრეზიდენტი და მისი მეუღლე გაიტაცა ქვეყნიდან და სადღაც დილეგში ჩააგდო ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ისინი არ არიან დამნაშავეები. მაგრამ ვენესუელაში შიგნით ვინც გინდა ყველა დამნაშავეა, თუმცა არა ხალხი ერთად აღებული, იმიტომ რომ აი ეს ბინძური დასავლური დემოკრატია ყოველთვის ხალხით აპელირებს და ამბობენ რომ ხალხის უკეთესი
მომავლისთვის ხდება ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით ჩვენ ვხედავთ არა მარტო ძალმომრეობის პრიმატს მსოფლიოში, არამედ ჩვენ ვხედავთ ისეთი კონტინენტის დაცემას, როგორც იყო ევროპა, რომელიც სამაგალითოდ ითვლებოდა, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთ ბაირახტრად ითვლებოდა და რომელიც მუდმივად აპელირებდა დემოკრატიით, აი დაცემას ვხედავთ ამ კონტინენტისა. ამ კონტინენტის დაცემაზე იქამდე ვიდრე თუნდაც ვენესუელას ამბები და კონტინენტის ევროპის მიერ მისი შეფასება მოხდებოდა, იქამდე გაცილებით ადრე ულაპარაკია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. Эту Европу опустили ниже плинтуса. Она перестала существовать как независимый центр, независимый политический суверенный центр мировой политики. Под дудку американской администрации пляшет польку-бабочку только так, по первому свистку. Даже в ущерб себе. У меня иногда складывается впечатление, что люди на очень высоком уровне, в той же Федеративной Республике, находящиеся на высоких правительственных постах, что они выполняют какое-то задание на американской спецслужбы, но только не работают в интересах своего собственного, в данном случае немецкого народа. Такое впечатление, что если им скажут, мы вас повесим, у них тут будет один вопрос. Веревку самим приносить или вы нам выдадите? Понимаете? Вот и все. სწორი შეფასება ნამდვილად ვერაფერში ვერ შეედავები, იმიტომ რომ ევროპა არა მარტო საერთაშორისო სამართალსა და მსოფლიო წესრიგს აზიანებს ამ თავისი აბსოლუტურად გაუაზრებელი და ინფანტილური, ძალიან რბილად რომ შევაფასოთ ქცევით, არამედ საკუთარ თავს პირველ რიგში. ევროპა ებრძვის ევროპას, ევროპა ანგრევს ევროპას. ევროპამ მახედაუგო ევროპას. ევროპამ თავისი ნებით თავი გაყო რაღაც ისეთ უბედურებაში, რომ ძალიან ძვირი დაუждდება საბოლოო ჯამში. არაფერი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ევროპას ეს ბევრჯერ ჩაუდენია. ევროპის კისერზეა ცოდვა პირველი მსოფლიო ომისა, მეორე მსოფლიო ომისა. სხვა ომები რომ არ ჩამოთვალოთ, ეს არის გაუთავებელი ომების კონტინენტი. ეს არის ძალმომრეობის კონტინენტი, ეს არის წინააღმდეგობათა კონტინენტი, რომელიც არასოდეს არ ფიქრობს იმ მიმართულებით, რომ შესაძლებელია შეთანხმება, რომ შესაძლებელია ინტერესები დაკმაყოფილდეს ყველა მხარეს და ყველა მიმართულებით. არა, მხოლოდ და მხოლოდ ძალით გადაწყვეტა. მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო აგრესია და ახლაც კი, როდესაც რეალურად არაფრის თავი არ აქვს. რეალურად ევროპა პოლუსად ვეღარ ჩამოყალიბდა ამ მრავალპოლუსიანობის ვითარებაში, იმიტომ რომ არ აქვს რესურსი. ბაზა არ გააჩნია. არც ენერგომატარებლები გააჩნია, არც შეიარაღება გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული კონტინენტია, ბრიტანეთი და საფრანგეთი. არ გააჩნია ის ძალა, რომელიც საპირისწონე იქნება იმისა, რაც მსოფლიოში არსებობს. და რაც მთავარია, არ გააჩნია გონება. ევროპული ისტაბლიშმენტი, ეს არის აბსოლუტურად უგუნური მასა, რომელიც რაღაც ინსტინქტებით იმართება, ცხოველის დონეზეა და რეაქცია აქვს რაღაცა გამაღიზიანებელზე და არავითარი გათვლა, არავითარი ხედვა, მეორე, მესამე, მეოთხე ნაბიჯების. სამწუხაროდ, ევროპის სამწუხაროდ, ეს ასე ხდება, ეს ჩვენ თვალწინ ხდება, დეგრადაცია მთელი კონტინენტისა, რომელიც სხვათა შორის საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ავლენს ყველაფერ ამას და ისე ავლენს უკიდურესად, რომ საქართველო, რომელიც მუდმივად ლოცულობდა ევროპაზე, დღეს ევროპის მიმართ ძალიან სკეპტიკურად არის გაწყობილი. ძალიან ნიჰილისტურად არის განწყობილი და არ შეიძლება სხვანაირად იყოს, იმიტომ რომ ასე ბინძურად იქცევა მთელი მისი დღედამოსწრება ეს კონტინენტი და ახლა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. ახლა რაც მოხდა ამ ვენესუელასთან დაკავშირებით, ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ მარტო ეს არ არის. აი ძალმომრეობათა მთელ კასკადს ხედავთ, მთელ ჯაჭვს ხედავთ. ტრამპი როგორც კი მოვიდა პრეზიდენტად მეორევადაც გულისხმობ, მაშინვე გააკეთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი თურმე სახელმწიფო კანადა, მისი მეზობელი სახელმწიფო და უზარმაზარი სახელმწიფო. ყველაზე დიდი სახელმწიფოა ტერიტორიით რუსეთის შემდეგ, ანუ მეორეა ტერიტორიით. კანადა თურმე უნდა შემოუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორ მოგწონთ ეს განცხადება?
ეს ნებისმიერ სხვას რომ გაეკეთებინა ისტორიულად, თუნდაც საბჭოთა კავშირს თავის დროზე ან რომელიმე დიდ იმპერიას, რომელსაც უარსებია დედამიწის ზურგზე, რომის იმპერიიდან მოყოლებული და რა ვიცი, ბევრი იმპერია არსებობდა. ეს ხომ იქნებოდა რაღაცა კატასტროფა. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მისი პრეზიდენტისგან ასეთი განცხადება არც გვირგვირს თითქოს, იმიტომ რომ მივეჩვიეთ ამას. ძალმომრეობას მათგან მივეჩვიეთ და ისინი ნებისმიერ ძალმომრეობას, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ძალმომრეობით არის განპირობებული, ისე ფუთავენ და ისე მიაქვთ საზოგადოებამდე, რომ თითქოს ამის უკან რაღაცა კეთილი ჰუმანური საწყისები იდგეს და იმალებოდეს კი არა, პირიქით არ იმალებოდეს, აი სწორედ ეს საწყისები უნდა იყოს, თითქოს ეს არის წინა პლანზე წამოწეული. ტრამპი, როგორც კი მოვიდა მეორე ვადით პრეზიდენტად, მაშინვე მიადგა კუნძულ გრენლანდიას, მოგახსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში. გრენლანდია, რომელიც ევროპულია, დანიის შემადგენლობაშია. მიადგა ამ კუნძულს და როგორც კანადაზე განაცხადა, ასევე განაცხადა, რომ ეს კუნძული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში. მესმის, განა არ მესმის და თქვენც გესმით. ამას საფუძველი არა იურიდიული, არამედ მადა ამისთვის არსებობს. იმიტომ რომ გრენლანდია ეს ისეთი ადგილია, ესეთი ტერიტორიაა, რომ არქტიკისკენ გასასვლელი იხსნება. არქტიკა კიდევ ისეთი ტერიტორიაა, სადაც უზარმაზარი სიმდიდრეებია ჩამარხული, ასე ვთქვათ. თვითონ გრენლანდიაშიც და ამიტომ ეს მადა მოდის ხოლმე. მადა იღვიძებს, როდესაც რომელიმე მტაცებელი ცხოველი სუნს იკრავს. როდესაც იგრძნობს, რომ სადღაც რაღაცა საკბილო არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მისი ფილოსოფიითა და სოციოლოგიით არის სწორედ აი ამ სუნზე დაგეშილი, საკბილოზე დაგეშილი და ამიტომ გრენლანდიას დაადგეს თვალი და გრენლანდია უნდა იყოს ჩვენიო განაცხადეს. საფუძველი, იურიდიული ბაზა, არავით არის ასე სურს ტრამპს და მორჩა ერთადერთი რაც თქვა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის საჭირო. აი, სულ ეს არის, რის გამოც გრენლანდია უნდა მიიტაცოს და მიითვისოს. გრენლანდიისთვის ფულზე ჯერ არ ვსაუბრობ, შესაძლოა ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ახლა რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, მოსწონთ თუ არა ეს მათ, თუ ამას არ გავაკეთებთ, როდესმე მას რუსეთი ან ჩინეთი დაიპყრობს. ჩვენ კი არ ვაპირებთ, რომ რუსეთი ან ჩინეთი მეზობლად გვყავდეს. მსურს შეთანხმებას მარტივი გზით მივაღწიოთ, მაგრამ თუ ამას მარტივი გზით არ გავაკეთებთ, მაშინ მოგვიწევს რთული გზით გაკეთება. ესე იგი ჩვენ არ გვინდა რომ რუსეთი ან ჩინეთი ჩვენს მეზობლად იყოს და რაღაცა სიახლოვეს ვგრძნობდეთ მათ სუნთქვასო. ეს არ გვინდაო და ეს არის არგუმენტი იმისთვის რომ გრენლანდია მიიტაცოს. და ამბობს რომ თუ ამას შეთანხმებით ვერ მივაღწევთ, შეთანხმებით როგორ უნდა მიაღწიო რომ ასეთი უზარმაზარი ტერიტორია წაართვა ვიღაცას. ვერ მივაღწევთ შეთანხმებით, თუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას სხვა მეთოდებით მივაღწევთ, ძალის მეთოდებით, სამხედრო მეთოდებით მივაღწევთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენს მეზობლად ვიგრძნოთ რუსეთი და ჩინეთი. ერთი რუსეთისა და ჩინეთის მაინც დიდი სწრაფვა აქეთკენ არ არის ისე დონეზე დაფიქსირებული, რომ რაღაცა საგანგაშო მომენტი იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ საბაბს ძებნა უნდა და ვინც ეძებს ის პოულობს ხოლმე და აი ტრამპმაც იპოვა ასეთი საბაბი, მაგრამ შეკითხვა ხომ ჩდება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენს მეზობლად განთავსდეს ნატოს არმადა. ჩვენ არ გვინდა ნატოს ბირთვული შეიარაღება მოვიდეს ისე ახლოს ჩვენ საზღვრებთან, რომ საფრენი მანძილი ჩვენ სტრატეგიულ ობიექტებამდე იყოს მცირე, იმდენად მცირე მანძილი და დრო, რომ ჩვენ რეაქცია ვერ მოვასწროთ, პასუხის გაცემა ვერ მოვასწროთ. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ეს
რუსეთის მხრიდან გაცილებით უფრო სწორი ნათქვამი იყო და სწორი პოზიცია იყო, ვიდრე ტრამპის მიერ დღეს ნათქვამი არის, იმიტომ რომ არავით არის სამხედრო აგრესია ამ ტერიტორიაზე, რომელიც საშიშია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არც რუსეთის მხრიდან და არც ჩინეთის მხრიდან არ განხორციელებულა და არ დაგეგმილა, მაგრამ თქვი რომ საბაბი იყო საჭირო. აი რუსეთის შემთხვევაში საბაბს კი არ ეძებდა რუსეთი, არამედ რეალური ეგზისტენციური საფრთხე იგრძნო. როდესაც რუსეთის საზღვრებთან მიდის მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკის შეიარაღება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად კარგავს რეაქციისთვის აუცილებელ პირობებს. ის კარგავს უსაფრთხოების სერიოზულ ელემენტებს. და ამაზე რეაქცია ჰქონდა რუსეთს, მაგრამ ის მაშინ მიუღებელი იყო. აი ტრამპის საბაბი მისაღებია, ხოლო რუსეთის მიერ დასახელებული რეალური მიზეზი მიუღებელია. ასეთია ცნობიერება, ტენდენციური ცნობიერება, უსამართლო ცნობიერება, უსამართლო ლოგიკა და უსამართლო მსჯელობა. აი ამიტომ აქ მინდა წარმოგიდგინოთ პატარა კოლაჟივით აი სხვადასხვა დროს როგორ აქვს საკითხი დაყენებული რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აი ამ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. США и НАТО приступили к беззастенчивому освоению территории Украины как театра потенциальных военных действий. Что хотят, то и делают. Но то, что они сейчас делают на территории Украины или пытаются делать, это у порога нашего дома. И они должны понять, что нам просто некуда дальше отступать. Вооружат и будут толкать на Россию экстремистов из соседнего государства, в том числе на отдельные регионы Российской Федерации, ну, скажем, на Крым. Они что думают, мы не видим этих угроз? Или думают, что мы безвольно будем смотреть на создаваемые для России угрозы? С постоянной накачкой современным оружием, с промыванием мозгов населению. Вы представляете, как в исторической перспективе Россия должна жить? Жить дальше. Все время с оглядкой, что там будет и когда долбанут. Это серьезный вопрос. რა თქმა უნდა, სერიოზული თემაა, სერიოზული საკითხია და სერიოზულად მოეკიდა რუსეთი ამას და ამან გამოიწვია ეს კრიზისი, რომლისგანაც დღემდე არ არის განთავისუფლებული მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ უკრაინის კრიზისი ეს პრაქტიკულად მსოფლიო კრიზისია. მაგრამ ასეთი იყო მიზეზები, რომელსაც რუსეთმა გვერდი ვერ აუარა, თუმცა დიდხანს ითრია ფეხი. დიდხანს არ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ბოლოს იქნა მიღებული. მაგრამ საბოლოოდ დაგვიანება უკვე იმას ნიშნავდა, რომ უკვე ისეთი სიტუაცია შეექმნებოდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ გამოსწორება პრაქტიკულად ვეღარ მოხერხდებოდა და ამიტომ, რა თქმა უნდა, გადაიდგა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა. ახლა არსებობს კიდევ მეორე საკითხი, ეს გრენლანდია რაღაც მიტოვებული კუნძული კი არ არის, მას პატრონი ყავს. როგორია ამ პატრონის დამოკიდებულება? რას ამბობს ის, რა რეაქციები აქვს და როგორი შეხედულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით? აი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენი მიზანი საერთო გზის პოვნა იყო არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კიდევ ისე გაკეთება შეუძლია დანიის სამეფოს, შეერთებულ შტატებს და ნატოს. დანიის სამეფომ უკვე გაზარდა საკუთარი წვლილი. ჩვენ დამატებითი დაფინანსება გამოვყავით სამხედრო შესაძლებლობებისთვის. არა მარხილში შებმული ძაღლებისთვის, არამედ ხომალდებისთვის, დრონებისთვის, გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის და ასე შემდეგ და ჩვენ ნამდვილად მზად ვართ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. შეერთებულ შტატებს უკვე ფაქტო სამხედრო წვრილმა აქვს გრენლანდიაზე. 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში შტატებს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაზრდა. ამიტომ გვინდოდა გაგვეგო, აქვს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ თვალსაზრისით დამატებითი მოთხოვნები. ნებისმიერ ასეთ მოთხოვნას კონსტრუქციულად განვიხილავთ. ძალიან მორიდებულად ლაპარაკობს ეს კაცი და გასაგებია მისი ამგვარი დამოკიდებულების საფუძველი. გასაგებია, რა თქმა უნდა. ძლიერ სახელმწიფოს ელაპარაკება. უძლიერეს. მაგრამ რასაც ეუბნება ხომ სწორია. თანამშრომლობა თუ გინდა, რამე თუ გინდა, სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის ჩათვლით, რამეზე უარი გითხარითო, რამეზე კიდევ რამე დამატებით გინდოდა და ჩვენ უარი ვთქვით რამეზე. არა, არაფერი ამ მსგავსი არ ყოფილა. მაშ რაშია საქმე?
და იგივე კაცი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა გვეწყვის ერთ-ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გრენლანდია დანიის სამეფოს მეშვეობით ნატოს წევრია და ეს 1959 წლიდან, ნატოს დაარსების დღიდან. შესაბამისად, მასზე ნატოს მეხუთე მუხლიც ვრცელდება. უკვე დიდი ხანია ალიანსის ფარგლებში რამდენიმე მოკავშირესთან ერთად გრენლანდიაში კოლექტიური როლის გაძლიერებას ვცდილობთ. დიდი სურვილი გვაქვს ამ დღის წესრიგის წინ წაწევაზე შეერთებულ შტატებთან ერთად ვიმუშაოთ და მზად ვართ კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ახლა ნახეთ რას ნამგვაქვს საქმე. ამერიკის შეერთებული შტატებიც არის ნატოს წევრი და ეს სახელმწიფოს, რომელშიც შედის ეს გრენლანდია, არის ნატოს წევრი. ანუ ნატოს წევრი სახელმწიფო ესხმის თავს ნატოს წევრ სახელმწიფოს და ეუბნება, რომ თუ არ მომყიდი, თუ არ მომცემ, თუ არ მაჩუქებ, თუ ნებით არ შემიტანხმდები, მაშინ ძალით უნდა წაგართვა გრენლანდია. რას ნიშნავს ეს? რა მდგომარეობაა ეს? ხომ არ არის ეს ნატოს აღსასრული? ნატოს როგორც სამხედრო ბლოკის ის კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი და გამოსასვლელი უკან დასახები უკვე აღარ არსებობს. რა თქმა უნდა არის. მე პირადად ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. უბრალოდ ნათელია პერსპექტივა იმ თვალსაზრისით, რომ დაშლის გარდა მას სხვა არაფერი ემუქრება. ასეთი კავშირები ძალიან დიდხანს ვერძლებს ხოლმე და როდესაც ნახევარი საუკუნე გავიდა, 70 წელი გავიდა, 80 წელი გავიდა, უკვე რაღაცა ისე მოირყა შიგნით ამ ურთიერთობებში, რომ რეალურად მივიღეთ ნატოს წევრი ერთი სახელმწიფოს თავდასხმა ნატოს წევრ მეორე სახელმწიფოზე. კრიზისული სიტუაცია. დასავლური პოლიტიკის კრიზისია. დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის კრიზისია. ეს არის დასავლური მსოფლმხედველობის მზის ჩასვენების მომასწავებელი. ასე შევხედავთ თუ ისე შევხედავთ, საბოლოო ჯამში ამ დასკვნამდე მივდივართ, რომ დასავლეთში უკვე ყველაფერი წესრიგში ვეღარ არის. დასავლეთი საკუთარ თავს უპირისპირდება. ეს მათი პრობლემაა, მათი გასარკვევია, მაგრამ რეალურად ასეა. შესაძლებელია თუ არა რამე შეთანხმების მიღწევა, შესაძლებელია თუ არა რამე ისეთი გამოსავალის მოძებნა, რომელიც დაენუ იქნება მთლად ზნეობრივი და გამართლებული, მაგრამ იყოს უსისხლო და იყოს უცეცხლო. შესაძლებელია თუ არა ასეთი რამის მიღწევა, ევრო ნიუსის ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრით დონალდ ტრამპის გაცხადებული ამბიციით გამოწვეული მზარდი დაძაბულობა მოკავშირე ქვეყნებს შორის ვერ განიმუხტა. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ გრენლანდიის დაუფლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მოლაპარაკებებმა ტრამპის ადმინისტრაცია ვერ დაარწმუნა უარი ეთქვა რიტორიკაზე, რომელიც დანიისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიტყვებით სრულიად მიუღებელია. თეთრი სახლი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ უნდა მოექცეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისთვის შტატებს სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდება. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცვალტი და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდნენ. ჩვენ ვერ შევძელით ამერიკული პოზიციის შეცვლა. ცხადია, რომ პრეზიდენტს გრენლანდიის დაპყრობის სურვილი აქვს. განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა შეხვედრის შემდეგ. მანვე თქვა, რომ დიალოგის ტონი გულწრფელი და კონსტრუქციული იყო, თუმცა ამის მიუხედავად მხარეებს შორის ფუნდამენტური უთანხმოება რჩება. სხვაგვარად შეუძლებელი იყო. იმიტომ რომ საკითხი ისეა დაყენებული, რომ ისი გადაჭრის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. თეორიული მექანიზმიც კი არ არსებობს გარდა სამხედრო ძალის გამოყენებისა და ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების ძალა, რომლებიც თუ კი ჩათვალეს, რომ ეს აუცილებელია და როგორც ჩათვალეს, ისინი წავლენ ამას. ამიტომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება ევროპასა და ამერიკას შორის. იმიტომ რომ კი ევროპაში მართლაც ეს სიბრიყვე და ბითურობა წინა პლანზეა წამოწეული, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცა მაინც არის შემორჩენილი
რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანაში, სადაც ვიღაცა იტყვის, რომ ეს შეუძლებელია, ეს დაუშვებელია. ამიტომ წინააღმდეგობის გაძლიერება, გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, თუნდაც ამ ბაზაზე სხვა რომ არაფერი იყოს, თუმცა სხვა ბევრია, მათ შორის ისეთი ელემენტები წინააღმდეგობისა, დაუძლეველი წინააღმდეგობისა, რომ ეს გამწვავდება და გაღრმავდება აუცილებლად. დიახ, ახლა მინდა მოგასმენინოთ ერთი შეკითხვა, რომელიც დაუსვეს ტრამპს. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სხვათა შორის შეკითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასზე გაცემული პასუხი. ვარიანტების გამორიცხვას არ ვაპირებ. ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, არის თუ არა მზად ნატოს დასატოვებლადაც კი, რათა გრენლანდიასთან დაკავშირებით მიზანს მიაღწიოს. In order to get what you want with Greenland, what are the options right now? I wouldn't be telling you what I'm willing. არ გეტყვით რისი გაკეთებისთვის ვარ მზად. არ ვაპირებ ჩემი ვარიანტების გამორიცხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გრენლანდია უკიდურესად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დანიის უსაფრთხოებისთვისაც. პრობლემა ისაა, რომ თუ რუსეთი ან ჩინეთი გადაწყვეტენ გრენლანდიის დაკავებას, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დანიას რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ კი შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ეს თქვენ გასულ კვირას ვენესუელაში ნახეთ. მე ვერ დავეყრდნობი იმას, რომ დანია საკუთარი თავის დაცვას შეძლებს. სამწუხაროდ ჩემთვის არ არის ცნობილი შემდეგ გაგრძელდა თუ არა შეკითხვათა კასკადი. არადა უნდა გაგრძელებულიყო, იმიტომ რომ კაცი როდესაც ასეთ ბილად რომ თქვა, შეუსაბამობას რომ იტყვის, როგორც ტრამპმა თქვა, ამჯერად რა თქმა უნდა შეკითხვა უნდა წამოვიდეს. რას ნიშნავს, რომ დანიას თავის დაცვა არ შეუძლია და გრენლანდიას თავის დაცვა არ შეუძლია. ნატოს წევრ სახელმწიფოს აგი მეხუთე მუხლი არსებობს, რომელიც ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ როდესაც ერთ მის წევრ ქვეყანას რამე საფრთხე შეექმნება, ყველა მიბრძოლოს ამ საფრთხის წინააღმდეგ. ეს რა დაცვა არ არის, რატომ არ არის დაცვა? რატომ არ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს თუნდაც ყველას რომ თავი დავანებოთ, დაიცვას ნატოს წევრი სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში შედის გრენლანდია. ვინ უშლის ხელს, რა უშლის ხელს? მე გითხარით წეგან, მადა მიტაცებისა, მითვისებისა. ეს უშლის ხელს, მაგრამ ეს ხომ არ არის არც იურიდიული და არც მორალური გამართლება ამ ქმედების. ამიტომ ახლა ზნეობის თვალსაზრისით ისე გაჭედილია ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი დასავლეთიც, რომ გამოსავალი სად ეძებონდა, როგორ ეძებონ, თვითონაც არ იციან. ეს ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით და აი ასეთი ვითარების შეფასება. რა არის, რა ვითარებაა ეს? არ არის ადვილი საქმე. ერთო რთული საქმეა. მე ვთქვი, რომ კრიზისია, მე ვთქვი, რომ რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისია, იქნებ საერთოდ აღსასრულია ვიღაცის თუ რაღაცის, მაგრამ ჩემი ნათქვამი ერთია. შესაძლებელია საინტერესო იყოს გაცილებით უფრო კომპეტენტური პიროვნებების შეფასება. მაგალითად, აქამდე დიდი ხნით ადრე დასავლეთის პოლიტიკას და დასავლეთის იმ მიზანდასახულობებს, რაც მათ გააჩნიათ, როგორი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. Суть, на мой взгляд, совершенно в другом. Она заключается в том, что вот этот так называемый золотой миллиард на протяжении веков, 500 лет, они практически паразитировали на других народах. Они рвали на части несчастные народы Африки. Они эксплуатировали Латинскую Америку, эксплуатировали страны Азии. И им, конечно, никто этого не забыл. И у меня такое чувство, что даже дело не в руководстве этих стран, хотя это очень важно, а рядовые граждане этих стран, они как бы сердцем чувствуют, что происходит. И нашу борьбу за свою независимость и истинный суверенитет
Они связывают со своими чаяниями на свой собственный суверенитет и независимое развитие. Но это усугубляется тем, что в западных элитах очень сильно желание заморозить существующее положение, несправедливое положение вещей в международных делах. Они привыкли столетиями набивать брюхо человеческой плотью, а карманы деньгами. Но они должны понять, что бал вампиров заканчивается. ძალიან დასაბუთებულად ილაპარაკა აი იმ მადაზე, იმ მტაცებლობაზე, იმ აფთრის ფსიქოლოგიაზე, რომელიც დასავლეთში ასწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ძალიან დასაბუთებულად ილაპარაკა, მაგრამ თავარი მაინც იყო ის ბოლო სამი სიტყვა. Бал вампиров заканчивается. ესე იგი ვამპირთა მეჯლისი, ვამპირთა кейფი, ნადიმი, ღრეობა, როგორც კიდე ისე თარგმნოთ. აი ეს ვამპირების ღრეობა თავდება. აი ეს არის ამ ჩვენი ეპოქის უმთავრესი მახასიათებელი. აი აქედან უნდა ამოვდიოდეთ, როდესაც ამა თუ იმ მოვლენას სოფლიოში ვაფასებთ და ვცდილობთ, რომ ამ მოვლენას თავისი ადგილი მივაკუთვნოთ განვითარებათა გრძელ ჯაჭვში. აი აქედან უნდა ამოვდიოდეთ. Бал вампиров заканчивается. ეს არის შეფასება პუტინისა. და ახლა ამ გრენლანდიასაც შევეშვათ, საერთოდ მსოფლიო უკიდურესად დაიძაბა, განსაკუთრებით ისევ ახლო აღმოსავლეთის თემა, ირანის თემა, ირანში მოგახსენებათ უკვე დიდი ხანია ბობოქრობს მთელი ირანი და რაღაცა ხდება, რაღაცა დუხს და გადმოდუხს. ამჟამად ირანის საჰაერო სივრცე დახურულია. ხუთშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლებას არ განუმარტავს. დროებით დახურა საელჩო თეირანში დიდმა ბრიტანეთმა და თანამშრომლების ევაკუაციაც მოახდინა. ამის ფონზე დემონსტრაციებზე საზღვრებს გარედან დაკვირვება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ინტერნეტი ქვეყანაში გამორთულია. ირანელი აქტივისტები ამბობენ, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი მათ უფასოდ ემსახურება, რაც ამჟამად ირანელებისთვის ერთადერთ საკმაო წყაროდ რჩება გარესამყაროსთვის ხმის მისაწვდენად. ირანში ეტაპობრივად მიმდინარეობს დემონსტრაციებზე დაღუპული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების მასობრივი დაკრძალვა. ამ მხრივ გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია. სხვადასხვა ინფორმაციით ის 100 აღემატება. პროცესი სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით შუქდება. სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილების ნაწილს ხელში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოსურათები ეჭირათ. ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ირანული თეოკრატიისთვის, რომელიც ქვეყნის სათავეში 1979 წლიდან იმყოფება. აი ასეთი გახლავთ სიტუაცია და ჩნდება შეკითხვა. რა არის ეს? აი სტერილურად შიდა მოვლენებია, შიდა პროცესებია. ნებისმიერ სახელმწიფოში, მით უმეტეს თეოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია უკმაყოფილება იყოს, შესაძლებელია უკმაყოფილების აფეთქება მოხდეს, შესაძლებელია ეს უკმაყოფილება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ასე შემდეგ. ეს გამორიცხული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ამასთან გვაქვს საქმე, თუ კიდევ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხო ვიცით რანაირ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ჩვენ ხომ ვიცით რა საიდან მოდის მოცოცავს თუ მიცოცავს ამა თუ იმ სახელმწიფოსკენ, სადაც ინტერესებია იმ სახელმწიფოსი, საიდანაც ეს რაღაცეები დაცოცავს და მიცოცავს ხომ. ამერიკის შეერთებული შტატები მყავს ისე მხედველობაში. ხომ არ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ვიცით აი 79 წელი და რევოლუცია ახსენეს ირანისა. როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, რა ჩარევები იყო, გარედან რა პროცესები იყო. გვახსოვს ხომ ეს ისტორია. ზოგს
ასაკის გამო გვახსოვს, იმიტომ რომ ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. ზოგმა ისტორიიდან იცის ჩვენმა მომდევნო თაობამ, ახალგაზრდა თაობამ. რა იყო და როგორ იყო. აი ახლა ვნახოთ როგორია შეფასებები ირანის ხელისუფლების. My message is do not repeat the same mistake that you did in June. შემიგზავნილია არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც ივნისში დაუშვით. თქვენ იცით, რომ თუ ამ წარუმატებელ ექსპერიმენტს გაიმეორებთ, შედეგს ზუსტად იმავეს მიიღებთ. ამასთან ირანმა დაადასტურა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის. ეს ჩვენ ბოლო 20 წელიწადში არაერთხელ დავამტკიცეთ. იქნება ეს 2015 წელი თუ 2025. ეს ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელიც დიპლომატიას თავს მუდამ არიდებდა და ამჯობინებდა ომს. ჩემი გზავნილია, რომ ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანში დიპლომატია უკეთესი გზაა. ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პოზიტიური გამოცდილება მართალია არ გვაქვს, თუმცა დიპლომატია ჯობია. ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზეა დამოკიდებული. Diplomacy is much better than war. ეს კაცი დიპლომატიის მეთაური გახლავთ, საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავთ ირანისა და რა თქმა უნდა დიპლომატიურად, მაგრამ პრინციპში ყველაფერი ღიად და გახსნილად განაცხადა. და თითიც გაიშვირა სად საიდან მის მიერ და ვიზია ყველაფერი დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზეო განაცხადა. ამიტომ და ვივარაუდოთ რომ ის ყველაფერი რაც ხდება ირანში გარდა შიდა სირთულეებისა გამოწვეულია იმ პოლიტიკით, იმ ექსპანსიური პოლიტიკით, რაც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ირანი კატეგორიულად მიუღებელი სახელმწიფოა. ირანი, აი ბოროტების ღერძზე რომ ალაპარაკდნენ ერთი პერიოდი, ეს იყო რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. ესე იგი, მთელი რიგი სახელმწიფოები მათ, ასე ვთქვათ, შავ სიაში ყავთ შეყვანილი, რომელიც არ იქცევა ისე როგორც უბრძანებს დირექტორი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები. აი, ამ შავ სიაში მყოფი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევას ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. შიგნიდანაც რომ იყოს ეს ყველაფერი დაწყებული და გარედან არ იყოს პროვოცირებული, ასეთ შემთხვევაშიც კი ისინი, რა თქმა უნდა, ხელის პათურს დაიწყებენ და არ მოეშვებიან ამას. ახლა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი შემოდის, იქ დასჯის საკითხი შემოდის. დააპატიმრეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ამბებში. დაპატიმრებულებს რა ელით, სიკვდილით დასჯა ელით ხოლმე როგორც წესი ამ ნაირ სახელმწიფოებში. ამიტომ ეს ყველაფერი ხდება უკვე, ასე ვთქვათ, სპეკულაციისა და პროვოკაციის თემა და ამას ატრიალებენ და ატრიალებენ გაუთავებლად. ირანის სასამართლო ხელისუფლება მიანიშნებს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებულებს სწრაფი სასამართლო პროცესები და სიკვდილით დასჯაელით. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაციები დემონსტრაციებისას დაღუპულ 3428 ადამიანის შესახებ იუწყებიან. ამ დროისთვის პროტესტზე დაკავებულთა რიცხვი 10000-ში ადგენს. اونها و خانواده‌هاشون رو در خب ما اگر می‌خوایم کاری رو بکنیم سریع باید بکنیم. თუ ადამიანმა ვინმე დაწვა მოკვეთ ამას თავი და ის ცეცხლში ჩააგდო, მაშინ ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. თუ ეს საქმე გაჭიანურდება, მაშინ შესაძლოა რომ იგივე ნაბიჯების გადადგმა უკვე 2 თვის შემდეგ მოგვიხდეს და ამას იგივე ეფექტი ვერ იქნება. თუ ჩვენ დღესვე არ ვიმოქმედებთ 2-3 თვის შემდეგ ჩვენი ნაბიჯები შედეგს ვეღარ გამოიღებს. ممکنه همین کاری که امروز می‌کنیم 2 ماه دیگه انجام بدیم. ახლა ვისაც უსმენდით, ეს სასამართლოს პირველი პირი გახლდათ, ის ლაპარაკობს სამართლის ენაზე, როგორც არის კანონმდებლობით და რაც არის გაწერილი, ასე ვთქვათ, ის უნდა მოხდეს და ისე უნდა იმოქმედონ, მაგრამ აქ შემოდის მეორე მხარე, ადამიანის უფლებების დაცვა და საერთოდ ადამიანის დასჯა სიკვდილით და ეს ყოველთვის, რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას, როგორც შიგნით, ასევე გარეთ და ამიტომ ამ თემასაც, რა თქმა უნდა, გარე სამყარო, ასე ვთქვათ, ხელიდან არ გაუშვებდა და არც გაუშვიათ. we have been informed by very important sources of the ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ადამიანების მკვლელობა შეჩერდა და აღარ განმეორდება. დღეს რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯა იყო დაგეგმილი და ეს აღარ მოხდება. რადგან თუ ასე მოხდა, ჩვენ ამას გავიგებთ. იმედია, რომ ეს სიმართლეა, თუმცა ვინ იცის. ისინი ამბობენ, რომ ადამიანები მათ ესროდნენ და ისინი მათ პასუხობდნენ. მაგრამ მითხრეს, რომ სიკვდილი დასჯა არ იქნება და იმედია ეს სიმართლეა. რაც შეეხება სამხედრო პასუხს, ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და ვნახავთ თუ რა ხდება.
თუმცა ამჟამად კარგი გზავნილები მივიღეთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს სიმართლეა. And so I hope that's true. კი ბატონო, შესანიშნავი, თუ კი ადამიანებს დაიხსნიან სიკვდილისგან, როგორი დამნაშავეებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ეს რა თქმა უნდა ყოველთვის მისასალმებელია, იმიტომ რომ ჰუმანიზმის პრინციპი ამას კარნახობს და აქეთკენ გვიბიძგებს თითოეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი. მაგრამ როდესაც მე ვლაპარაკობ გარედან ჩარევებზე, გარეთა ინტერესებზე, რომელიც შედის ირანში და რომელიც ყველაფერ ამას ორგანიზებას უკეთებს, რომელიც ყველაფერ ამას თავს ახвევს ირანელ ხალხს, მაგრამ ფუთავს ისე, რომ ეს ირანელი ხალხის განწყობაა. ასეთი რამ ჩვენ ვიცით, აგერ საქართველოში ხდება. ასეთი რამ, ანალოგიური რამ, ყოველთვის დაგვიფაროს, რომ ამ მასშტაბებამდე მივიდეს ეს ყველაფერი. ალბათ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ პრაქტიკულად გარეთა ჩარევები, გარეთა ინტერესები, ევროპელები როგორ იქცევიან, ამერიკელები როგორ იქცევიან, იმასთან დაკავშირებით რაც ხდება აგერ რუსთაველის პროსპექტზე უკვე წელიწადზე მეტია. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს. სხვა არგუმენტიც რომ არ გქონდეს, რომ აქ გარეშე ჩარევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არგუმენტებიც რომ არსებობს. თანაც ისეთი არგუმენტები, რომელსაც კაცმა რომ თქვას წყალი არ გაუგო. აი მაგალითად რას ლაპარაკობს ბატონი ნეტანიაჰუ. ისრაელი და მთელი მსოფლიო გაოცებულია ირანის მოქალაქეების უდიდესი სიმამაცით. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან. როგორც კი რეჟიმი დაეცემა, ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეებს, ორივე ხალხის საკეთილდღეოდ. სხვა რაღა გინდათ. აგერ ისრაელი პირდაპირ მოუწოდებს და მხარს უჭერს იმ ხალხს, აჯანყებულებს, ამბოხებულებს და იბრძვის ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ხომ დამალული არ არის, ღია და სააშკარაოზეა გამოტანილი. აი მაგალითად შაჰის მემკვიდრე, რომელიც სწორედ იმ რევოლუციის დროს დაემხო. აი ის მემკვიდრე გამოჩნდა ახლა და ნახეთ მისი პოზიცია როგორია. თქვენ სოფლიო თქვენი ეროვნული რევოლუციის გვერდით დგას და თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი ყურადღებით აკვირდება თქვენს სიმამაცეს. მან განაცხადა, რომ მზად არის დაგეხმაროთ. მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას. უსაფრთხოების ძალების ბევრმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილი დატოვა. ან არ დაემორჩილებენ ბრძანებებს, არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები. განა ეს საკმარისი არგუმენტი არ არის იმისთვის, რომ ვიფიქროთ გარედან ჩარევებზე. რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რა კი ამაზე მიდგა საქმე, აი თვითონ ბატონ ტრამპის პოზიცია. ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა ირანის მთავრობამ წარსულში, მათ ხალხს ესროლეს, მათ ხალხს ტყვიან ფრქვევები დაუშინეს, ან წაიყვანეს ციხეებში და ჩამოაღჭეს, ან მოკლეს. მე ვთქვი, რომ თუ ისინი ახლაც ასე მოიქცევიან, ჩვენ ძალიან მაგრად დავარტყამთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რამე არის საჭირო კიდევ დამატება, მე მგონი არაფერი. აი, აქ ოდნავ შეუცვლი ამ გადაცემას მიმართულებას იმისთვის, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ, ცოტა თუ შესაძლებელია გავხალისდეთ კიდეც და შემოგთავაზებთ რუბრიკას ფსიქიატრიის რენტგენი. წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ეს რუბრიკა შესაძლებელია საერთოდ გადავაბარო თამარ კვარაცხელიას მეთქი. ეს აზრი კიდევ უფრო გამიმტკიცა იმან, რომ როდესაც ჩვენ ყველანი ისვენებდით, ასე ვთქვათ, და საშობაო საახალწლო არდადეგებზე ვიყავით, თამარი არ ისვენებდა და სიუჟეტებს აკეთებდა. გვაქვს ხომ ბატონო ზაალ თამარის სიუჟეტი? მოგესალმებით. ეთერში ნოვოსტის ახალი გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. დღევანდელი გადაცემა ძალიან მოკლე იქნება, რადგან მასში მხოლოდ რამდენიმე მოკლე ფაქტს აღვნიშნავთ და ამით მორჩება ლაილაი. პირველი ფაქტი მათთვის, ვინც ამბობს, რომ ვენესუელაში შეერთებული შტატები საქმეს 3 საათში მორჩა, მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში მეოთხე წელია იფრუძისო. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში ვენესუელას ებრძვის. რუსეთი უკრაინაში ნატოს. Вы меня рассмешили. ფაქტი ნომერი 2. რუსეთიც 3 საათში მორჩა საქმეს იქ, სადაც დასავლეთმა პილატესავით ხელი დაიბანა
შლეგი და მისივე წაქეზებული სააკაშვილი რუსეთს მარტოში ატოვა მას შემდეგ რაც თავად განზე გადგა, რადგან იცოდა, რომ ეს ომი წაგებული იყო. ფაქტი ნომერი 3 მათთვის, ვინც ამბობს, რომ პუტინი ამბობდა უკრაინაში საქმეს 3 დღეში მოვრჩებიო, სინამდვილეში კი ტრამპი მოვრჩა ვენესუელაში საქმეს 3 საათში. პუტინს ასეთი რამ არასოდეს უთქვამს. პუტინს არასოდეს არანაირი ვადა არ დაუსახელებია. ერთადერთი ვინც კონკრეტულ ვადებზე საუბრობდა, ეს ტრამპი იყო. ის უკრაინაში ომის დასრულებას ჯერ 24 საათში აპირებდა, შემდეგ 72 საათში, შემდეგ 100 დღეში, მერე 100 წელში, 100 საუკუნეში და ასე შემდეგ. If I were president, and I say this, I will end that war in one day. It'll take 24 hours. ფაქტი ნომერი 4 მათთვის, ვინც ამბობს, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები მკაფიო სიგნალი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილისთვისო. თქვენ ასე ნეპალში განვითარებული მოვლენების შემდეგაც ამბობდით. თუმცა მაშინ ვერ ეღირსეთ. ვერც ახლა ეღირსებით შვილებო. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ისეთ ძალადობას მიიღებენ ნეპალი მონატრებიათ მე რა. გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს რომ მოხდება ნეპალი. რომ მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი მონაგონი იქნა. ნეპალში რაც ხდებოდა დაადევნებ. კი. მოდი ნეპალია. მე მაგალითად მომხევარ ეგეთი სცენარი. მადურო გასყვანჩეს. წარმომიდგენია რა დღეშია ეს საწყალი აკაური მადურო. ვერ მოესწრებით მაგაშვილი. ფაქტს ნომერ 5-ს მე არ ვიტყვი. ამას იტყვის ადამიანი, რომლის პრაქტიკულად ყველა პროგნოზი გამართლდა. Он Венесуэлу берет, мы Украину. და ბოლოს. მოკლედ ფაქტი ნომერი 7, 8, 9 და 10. პრინციპში ეს ფაქტები ზემოთ ნახსენებ თემას არ ეხება, თუმცა იმდენად ყელშია, რომ არ შემეძლო, არ ჩამეკვეხებინა. უკრაინის არალეგიტიმურ ფაშისტ პრეზიდენტს ვლადიმერი ჰქვია და არა ვოლოდიმერი. აი ის არარაობაროა კიდე ვიღაც ყულება. მაგას დიმიტრი ჰქვია, და არა დმიტრო. 2008 წელს ომი საქართველოს დაიწყო. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. 2003 წლამდე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს ფაშისტი და სისხლიანი პრეზიდენტის სააკაშვილის პარტიული დროშა იყო. და 2003 წელს ხელისუფლების ცვლილებისთანავე საჭირო იყო ამ გერბის, ამ დროშის აღდგენა იმ სახით, რა სახითაც იქნებოდა შესაბამისი თანამედროვე ვექსილოლოგიური სტანდარტების. და ბოლოს, საქართველოს მენშევიკმა მთავრობამ. აი მათმა, სალომე ზურაბიშვილის დიდმა წინაპრებმა. საქართველო გაძარცვეს. ჩვენი ქონება ყუთებში გადაანაწილეს. გაიტანეს. ბანკებში საკუთარ სახელზე შეიტანეს. და ანიავეს საკუთარი კარგი ცხოვრებისთვის. შემდეგ ეს ქონება რისი გადასჩენაც მოასწრო, საქართველოში სტალინმა დააბრუნა. მადლობა, ნახვამდის. მადლობა თამარ, ყველაფერი შესანიშნავად იყო, მართლაც ამდენ გიჟს და თანაც არა მარტო აწმყოში, არამედ აი წარსულის გიჟებსაც რომ მოუყარო თავი, არ არის ადვილი საქმე და ერთ სიუჟეტად ასე ვთქვათ ჩამოაყალიბო. აი დროშას რა კი შეეხო საქმე საქართველოს სახელმწიფო დროშას, ხუთჯვრიან დროშას. ეს როგორც თამარმა თქვა, მართლაც სააკაშვილის პარტიული დროშა გახდათ. ახლა ამ დროშის ანალოგს ეძებენ საქართველოს ისტორიაში და რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიაში ჯვრიანი დროშები იქნებოდა ამას რაც უნდა ბევრი ძებნა სხვადასხვა ვარიაციით, მაგრამ ჯვრიანი დროშები სხვაგანაც იყო. მაგალითად ეს მასონურ როზენკრეიცერული მიმართულება, ეგრეთ წოდებული, სწორედ ჯვრის სიმბოლოთი გამოირჩეოდა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს სწორედ დასავლეთმა შემოტენა ეს დროშა თავის დროზე, მაგრამ ჩვენ ამ დროშისგან განთავისუფლება არ გვინდა. არადა უნდა გვინდოდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება სააკაშვილის პარტიული დროშა იყოს საქართველოს ეროვნული დროშა. მე მესმის დროშაზე საუბარი ცოტა ძნელია, ცოტა რთულია. შესაძლებელია გარკვეულ უხარხულობასთანაც იყოს დაკავშირებული, მაგრამ ამ დროშის ქვეშ ბევრი ცუდი რამ მოხდა საქართველოში. უამრავი ცუდი რამ მოხდა. ამიტომ იქნება ღირდეს ფიქრი საერთოდ საქართველოს ამ სახელმწიფო სიმბოლიკაზე, ჰერალდიკაზე. ეს ისეთი რთული თემაა, რომ ჰაი-ჰარად ვიღაც ქვასროლია რევოლუციონერების მიერ გადაწყვეტილი, არ უნდა იყოს საბოლოოდ შემორჩენილი საქართველოში. ისე ეს დროშა, ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა,
ევროპელებმა ბოლო პერიოდში გაგვიშარჟეს და ბოდიში ჟარგონისთვის გაგვიშაყირეს კიდეც. ეროვნული მნიშვნელობის დღე და სიმბოლო, რომელიც ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გამოხატულებაა, ევროკავშირმა შეურაცხყოფა მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ვიდეო, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით გავრცელა, შეიცავს კადრებს ძალადობრივი აქციიდან. ჩანს უხამსი ჟესტებიც და არის მოწოდებაც. ევროკავშირის საელჩოს კონკრეტული კითხვებით მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ეს არის რადიკალისტვის მხარდაჭერა, როდესაც შეურაცხყოფელი შინაარსის მქონე შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით. აი ეს არის დღევანდელი ევროპა, მისი დამოკიდებულება საქართველოსთან, ქართულ ხალხთან, ქართულ დროშასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკიდურესად არასახარბილო და უკიდურესად მიუღებელი, აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. ახლა მე მთლიანად თამარ შრომარ დაუთმო ჯერჯერობით ეს რუბრიკა, იმიტომ მინდა შემოგთავაზოთ ერთი აკაცუკი. ეს სახელი ხომ დამკვიდრდა უკვე საბოლოოდ საქართველოში. ერთი დედალი თუ მამალი აკაცუკი, რომელიც ღიად პირდაპირ დაუფარავად ფულს ითხოვს დასავლეთისგან, ევროპისგან. ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მუშაობა სჭირდება ევროკავშირის მხრიდან უფრო მეტი координация. სააგენტო საჭიროა ფინანსური რესურსების გამოყოფა, რადგან ეს არის თქვენი მომდევნო ომი. ამასობაში ხედავთ ხომ რა მდგომარეობაში არიან. უკვე აღარც მალავენ თავიანთ ვნებებს და დამოკიდებულებებს ამ თანხებთან და ფინანსებთან, სახსრებთან, ფინანსურ სახსრებთან. ამასობაში ერთი რაღაცა წერილი გამოჩენილა, რომელსაც საიდუმლო სახე აქვს და სულ რამდენიმე კაცმა იცის თურმე საქართველოში. ამასთან დაკავშირებითაც თამარ კვარაცხელიას მომზადებული სიუჟეტი მინდა შევაგზავნოთ. დღევანდელი გადაცემა ყველაზე სკანდალური იქნება, რაც კი აქამდე გქონია. ნოვოსტის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს ხელში ჩაუვარდა ის წერილი, რომელიც დონალდ ტრამპმა ბიძინა ივანიშვილს მისწერა. კი, ეს იმ წერილზეა საუბარი, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე მხოლოდ 3 ადამიანმა იცოდა. ტრამპმა, ივანიშვილმა და ვალერი გელბახიანმა. სულ ახლახანს ტრამპის ადმინისტრაციიდან წერილი გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლეთ სააკაშვილი, ამას არავინ არ ახმაურებს. აი, რა საინტერესოა. მე ხელში მიჭირავს შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან გამოგზავნილი წერილის ორიგინალი. ამ წერილს ახლა მე თქვენთან ერთად წავიკითხავ. ძვირფასო ბიძინა. წერ დაგვიანებულ წერილს. წერილს, რომელსაც თქვენ ჩემგან ასე ელოდით. თუმცა წერილის დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ მისი შინაარსი არ მოგეწონებათ. ის მოეწონება მხოლოდ ჩემს ძმას და მეგობარს, ვალერი გელბახიანს. მე დიდი ხანია გიყურებთ და გაკვირდებით, თუმცა აქამდე არ გეხმიანებოდით, რადგან არ მინდოდა რაიმე უზუსტობა ან შეცდომა დამეშვა თქვენთან მიმართებაში. თუმცა ვინაიდან და რადგანაც უკვე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ რუსული მთავრობის არაფორმალური მმართველი ხართ, წერთ თამამად. მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ტყვეობიდან საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი მიშა. #FreeMisha. როგორც გავიგე, ჩემი იდეალი, ადამიანი, რომელსაც ვბაძავ და ვეთაყვანები. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დაამარცხა დემენცია და ანორექსია. და ციხეში ყოფნის დროს გააკეთა მხოლოდ 2 ბავშვი და გამოიცვალა მხოლოდ 3 ცოლი, იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში. 1000 საქმე მაქვს სოფლიო მესამე გლობალური ომისგან უნდა ვიხსნა. მას შემდეგ რაც დავასრულე 8 ომი, დასამთავრებელი და ბოლომდე მისაყვანი მაქვს კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი ომი. მას შემდეგ რაც ვენესუელას ნავთობი ჩავიგდე ხელში, ახლა დასაპყრობი მაქვს გრენლანდია. ამ ყველაფერს კი მე მარტო მიშას გარეშე ვერ შევძლებ. მანამ კარქასიაძე ვარ, ჯერ მხოლოდ სიტყვიერად ვხოლ. გამოუშვი მიშა ციხიდან თორემ თუ გაუბრაზდი, არ დაგინდობ. აგიმხედრებ მზიას, მარის და ბოკერიას სულ. სახელი არ მახსოვს. ეს მებრძოლი ქალები არ დაგინდობენ და გიტირებენ ყოფას. მანამ კარქასიაძე ვარ. გაათავისუფლე ქართული მედია წნეფისგან და ჟიჟის, აკუს და ბუკიას მიეცი თავისუფლება ილაპარაკონ თავისუფლად. მანამ კარქასიაძე ვარ. მხოლოდ სიტყვიერად გაგხილებ. ჰიდრული მანქანები ჩამოართვი, შენს მაღალჩინოსნებს და გადაეცი ნანულას. რადგან ის მიჩვეულია სხვისთვის ჩამორთმეული მანქანებით გულაობას და ახლა ამ კომფორტს მისთვის არ მოგაკლებინებ. თუ არ გინდა გაიმეორო მადუროს ბედი, ნუ იქნები უმადურო. გადააბარე ხელისუფლება ოპოზიციას, თორემ მონაგონი იქნება კამიტი და ციანიდი. ისეც დაგმართებ, ბედი ფოფხადეც კი მეხვეწებოდეს და იდეო. მე სიტყვის კაცი ვარ. კაცობრიობას არ ახსოვს ნათქვამი გადამეთხვას. ასე რომ წოდე და ფრთხოდე. უკოცნით და გეხვევით, დონალდ და მელანია ტრამპები. PS.
მელანია თუ ასე გააგრძელებს და პუტინის განახვაზე ისევ აიგრიხება და იტყვარცალებს ხოლმე, მასაც ზედ მოგაყოლებ. Make Georgia great again, Donald Trump. ამ წერილს მეც ვეღარაფერს ავამატებ. თუ ჩემთან კითხვები გაუჩნდება სუს, მე არ ვარ ვალდებული გავამხილო წყარო. ნოვესტის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი წყაროს არასოდეს დაესახელებს. მომავალ ჩახვედრამდე. თამარის სარკაზმს, მის იუმორს, მის დაცინვას, რა თქმა უნდა, ჩვენ მივხვდით, არავით არის წერილი, მუქარის წერილი ტრამპისა არ არსებობს ბუნებაში, ეს გამოგონილია აკუბარდიას მსგავსი მეზღაპრეების მიერ. სინამდვილეში სხვა წერილი მოვიდა საქართველოში. წერილი ტრამპისგან, რომელიც რაღაცას ულოცავს მის კოლეგას. მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და ქალბატონ თამარ ბაგრატიონს ვულოცავთ შობა ახალწელს, დონალდ და მელანია ტრამპები. ხო, ასეთია რეალობა და ისეთია აკუბარდიას მეზღაპრეობა და მჭყიბაობა და რა ვიცი რა უბედურებაც შეიძლება ამას დავარქვათ. ახლა კიდევ ერთი მამალი გიჟი მინდა წარმოგიდგინოთ. იგი ადამიანის წარმოდგენებს, ადამიანის ფანტაზიას რომ სცდება. ფანტაზია ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ როგორი მომადლებულიც არ უნდა კონდეს ფანტაზია ადამიანს, აქამდე ვერაფრით ვერ მივიდოდა. აი ეს კაცი მისულა ამ ფანტაზიამდე. ის გვიყვება საბჭოთა რეპრესიებზე 37 წელზე, როდესაც ხვრედნენ უდანაშაულო ადამიანებს. აი ერთ-ერთი მათგანი რის გამო დაუხრედიათ. ყველაზე ცუდი რაც მოხდა საბჭოთაში, რაც გაგვიკეთო, საუკეთესო, აი ქუთაისში წარმოგიდგენთ, გელოვანი იყო ასეთი სტუდენტი, დახვედილი ყავთ მარტო იმიტომ, რომ აი სადღაც რიონთან მოხდა, თურმე კიბეზე ადიოდა ეთქვა ინერვიულამ ჩეკისტების დანახვაზე და ცოტა ფეხს აუჩქარა როგორც ჩანს და გადმოუვარდა ჯიბიდან სათვალე. საკითხავი სათვალე. და იმან დახვდეს მარტო იმიტომ რომ მიხვდება ადამიანს თუ სათვალე უკეთია, ესე იგი ეს წინაშე კითხულობს და ამათ ჩვენი რეჟიმი არ მოეწონება. წარმოგიდგენია? ესე იგი სათვალე რომ ქონდა თურმე ვიღაცას და ჯიბიდან გადმოუვარდა, ამის გამო დახვდეს, იმიტომ რომ კაცს თუ სათვალე აქვს, ის წიგნს კითხულობს და წიგნს რომ კითხულობს ისეთი კაცი ჩვენ საბჭოთა ხელმძღვანელობას რაში გვჭირდებაო, უთქვამ სტალინს და ეს კაცი დაუხრეტიათ, მაგრამ ახლა აი ეს არ ამზადა. თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ სახელმწიფო, რომელიც 30 წელიწადში არაფრისგან რომ დაიწყო და მსოფლიო ომში გაიმარჯვა. ატომური სახელმწიფო გახდა, კოსმოსური სახელმწიფო გახდა. მე წარმოგიდგენიათ რა მასშტაბით ვითარდებოდა მეცნიერება. და ეს მეცნიერები, აკადემიკოსები, საბჭოთა უდიდესი მეცნიერები და აკადემიკოსები და პროფესორები. თურმე სათვალის გარეშე კითხულობდნენ. რამდენი მილიონი სათვალე იქნება გამოშვებული საბჭოთა კავშირში და ითვლის ვინმე, მაგრამ აი აქამდე შეუძლიათ მისვლა, ყველაფრის კადრება შეუძლიათ, ოღონდ რაღაცა ეპოქა, რომლის გაშავება, იმიტომ რომ მათ ეს დაავალეს და ამაში რაღაცა ლუკმაპურს უხდიან, აი ეს მიზანი როგორმე მიაღწიონ. დიახ. ახლა კიდევ ერთი პატარა სიუჟეტი მინდა გაჩვენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდა ხმები თურმე ჩვენს ჯარისკაცებს თუ პენიტენციარულ სისტემაში მოთავსებულ პიროვნებებს, ადამიანებს სადილში თურმე მატლი აღმოუჩენიათ და ეს გახდა ხმაურის თემა. და აი ამასთან დაკავშირებით თავს როგორ იმართლებს ერთ-ერთი ჩინოვნიკი, მოქმედი ჩინოვნიკი დღევანდელი. ერთეული შემთხვევები კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა მაღალი კლასის რესტორანში შეიძლება მოხდეს რაღაც მატლი ამის მაღალი კლასის რესტორანში. დიახ, მაგალითად, ყველა ყოფილვარ საზღვარგარეთ და აი მე პირადად მატლიანი საკვები არ შემხვედრია. მე შემხვედრია მაგალითად რომში და ოფიციალად მომითხა რა მოხდა, ხა ნატურალური არისო. ასეთი რა მართლაც რომ შეგემთხვას, მაინც არ უნდა მოყვე, იმიტომ რომ აბსურდია თავისთავად, სისულელია თავისთავად და ერთი ძველი ანეკდოტი არსებობს.
სასამართლოზეო ბრალდებულსო კითხესო, რას ვთხოვ სასამართლოსო და ოღონდ ჩემი ადვოკატი გამიჩვენეთ, მეტი არაფერი არ მინდაო. აი ამგვარ ადვოკატობაზეა ლაპარაკი. ახლა აი ამ კაცმა რომ მკითხო, დაიცვა სახელმწიფო ან დაიცვა ის სტრუქტურები, ის სისტემები, რომელზეც იყო საუბარი, მაგრამ სინამდვილეში კი არ დაიცვა, რაღაცა უბედურება თქვა, იკადრა ის, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს. და საბოლოო ჯამში აი ასეთი მიდგომები, ასეთი დამოკიდებულებები ზრდის და აყალიბებს იმგვარ პიროვნებებს, იმგვარ არსებებს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. თუ კი ვინმეს აი ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე ეკუთვნის მილოცვა, არის ყველა ის რეჟიმის ტყვეები, ქალი და კაცი, ვინც აი ყველაფრის მიუხედავად საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება გადადო გვერდზე და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კონდეს აი არ ვიცი, კაშკაშა და უბედნიერესი მომავალი. ვინ ხარ ბიჭი? მართლაც ვინ ხარ? მართლაც რითი მოიპოვე საზოგადოებაში სიტყვის თქმის უფლება. რითი აი რომ შემოხედავს კაცი, ხარ ის კაცი, ვინც უნდა ლაპარაკობდეს საქვეყნო საქმეებზე, საზოგადოებრივ საქმეებზე, პოლიტიკურ საქმეებზე. ხომ უნდა დაფიქრდე, ვინ ხარ, რას წარმოადგენ და რას გავხარ. ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა. და ბოლოს ბატონო ზაალ, გავიგე რომ თამარ კვარაცხელიას ბლოგერობა დაუწყია და თუ გაქვს ეს სიუჟეტი, ესეც ვაჩვენოთ გარემ. მოგესალმებით. დღეს ეთერში არ გავა ნოვოსტის ახალი გამოშვება და მე არ ვიქნები მის წამყვანი ვიღაც თამარა კვარაცხელია. ახლა ჩემი გამომწერების რაოდენობა 2100 და სტარი გავხდი, გადავწყვიტე რომ მეც გავხდე ვლოგერი. ჩემს ვლოგს წაიყვანს 24/7-ზე საქართველოს მომავალზე მზრუნავი ინფლუ ნანულა. გამომდინარე იქიდან რომ ბევრი დრო არ მაქვს და ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ძალიან გთხოვთ კითხვები უცებ დამისვით, იმიტომ რომ იქ ქვეყნის ბედზე უნდა ვიფიქრო, აქციებზე ვირბინო, სინდისის პატიმრებზე უნდა ვიზრუნო, ფონდის ფულები უნდა ვითვალო, ფილერი, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსი, პარიზის რესტორნები, მოკლედ ხვდებით რომ დრო არ მაქვს. გიშდები ჩემი ცხოვრების გრაფიკზე, რომელიც დაიწყო დღეს დილის 8 საათზე ვარჯიშით. მერე გამოვედი დავერცხე თმები, მერე თმების დავერცხნიან წავედი როგორც ინფლუ, გადავიღე ლოქსიტანის პროდუქტი, მერე ლოქსიტანის პროდუქტიდან წამოვედი ახლა წავალ რაღაც პროცედურაზე, ჩემს პროცედურაზე. ნუ მე როგორც ძალიან განათლებულ ქალს, ძირითადად პოლიტიკური კითხვები შემომდის ხოლმე რატომღაც და ვეცდები რომ მათ ესეთი ღრმა ანალიტიკური პასუხი გავცე ხოლმე. პირველი კითხვა შემომივიდა ირანთან დაკავშირებით, მაგრამ მე მანამ მაინც პროცედურას ჩავიტარებ. ესე იგი, შესაძლოა რომ ამერიკაო 24 საათში ჩაერიოსო ირანში მიმდინარე მოვლენებშიო და იქო რაღაცა ჯარიცო გაგზავნოს და თქვენ რას ფიქრობთო? ნუ ეხლა იცით როგორ არის 24 საათი ძალიან ბევრი დროა რეალურად რა. ძალიან ბევრი პროცედურა შეიძლება მოესწროს 24 საათი. ხა ამ პროცედურას მე რო ვიტარებ, აი მაგას უნდა 20 წუთი. ისე ვერ ხვდები, იცით, აი სად ირანი და საქართველო, აი უშე რატომ ისე მაგაზე შეკითხე, თქვენ ცხოვრებაში რა შეიძლება ირანში რაც არ უნდა მოხდეს. ახლა იქ არტერია რო გაგზავნოს ამერიკამ, აი მე თქვენ რა. შენ ცხოვრებაში ეს რა შესვლის? მოგიტყეს ბედნიერებას? გაგახარებს? და რა შეიძლება? ამასობაში რატომაც ისე პოლიტიკური შეკითხვები შემომდის? აი ვერ ვიგებ რატო? ანუ ასე ვიძა, იმიტომ რომ ვთქვი რომ ვაფშე რა ვიცი საინტერესოდ ჩემ პირის გულში მაგალითად რა ხდება? აი როგორი კვლევები მაქვს? არ ვიცი. ვაფშე გავიგე რომ დედამიწის ვაფშე არ გენაღლებათ, მაგრამ ანუ მე მაინც ჩემი ინიციატივით გიპასუხოთ რა, აი ულამაზესი, აი ტუჩიც ნახეთ, აი ძალიან ლამაზია. ტუჩი ნახეთ, აი ძალიან წონს. პროფეტუჩიც ცოტა მაკლია და უნდა დავიმატო ეს ერთი. იდეალური კვილები მაქვს, რომ ნახეთ რა სილამაზია. ულამაზესი გიჟდები ბაფრე, ჩემი ოცნების ფორმა. შემდეგი შეკითხვა ეხება გრენლანდიას, იმიტომ რომ გრენლანდიის პრეზიდენტის პრემიერს ვიღაცას უთქვამს, რომ ჩვენო დანიას ვირჩევთ და არა ამერიკას. ახლა ამაზე არ ვიძახი პასუხი, იმიტომ რომ მე პარიზის მერე აი სულ ნიუ-იორკს ვირჩევ, ვერ ხვდები რაღაც დანია რა ფუნქციონალურიო, ანუ როცა არსებობს ნიუ-იორკი, დანია. ესე იგი, რაც შეეხება შემდეგ შეკითხვას, ეს შეკითხვა ეხება ამერიკაში პოლიციელის როლის შედეგად თვალი დაკარგვაო და ამაზე რას ფიქრობო? ძალიან ცუდი ფაქტია. აი, ძალიან ცუდი ფაქტია, ერთი თვალით ცხოვრება ჩემი აზრით. არა, ახლა თვალზე გამახსენდა, აი უნდა შემოგთავაზოთ სასწაული თვალის პაჩები. აი საოცრება. აი თვალის პაჩს აქ დაიდებთ და აი საოცრება შეება
ну თუ თვალი დაგწეთ ხარ ცალზე და იდებთ იმიტომ რომ გაყოფილია რა თორივე გაქვთ შეგიძლიათ ორივეზე აი გოგოებო ეს მეკეთება ესე მაინც იმიტომ რომ ნუ მოსჩინოა და იმიტომ რომ გაჩვენოთ რა და აი მეკეთება მაინც შეხედათ ანუ აი ნახეთ პროსტა თვალი პატისაც როგორ ხდება რა და ნუ ორივე თვალი თუ გაქვს მაგრამ პრინციპი ერთის რო ქონდეს ნუ ორივე არ არჩევს და მოგიტყვა აი ძალიან კაია ბოლო კითხვა არის რომ მიშაოთ საქართველოს და ძალიან გავღიზიანდი აი ამ კითხვაზე იმიტომ რომ არ მიყვარს ერთ იგივე კითხვას ამდენჯერმე უნდა ვუპასუხო ანუ ნაპასუხები მაქვს უკვე რომ შას რო რამე მოუვიდეს რაში მადარდებს ეს რა ბედი ეწევა ანამ ქვეყანას ან ჩვენ სად ვიქნებით აუ იკვილები ნახეთ აუ ძალიან კაია მოკლედ ჩემი დღევანდელი ვლოგი და ლაივი ამით დასრულებულია უნდა გავიქცე იმიტომ რომ აქციას ვეღარ მიუსწრებ ახლა აქ ვარ მაგრამ დამოგვიანდება პროცედურაზე რა და ეხლა უნდა გავარდე ჩემ გოგოებთან იქ პროცედურაზე და მე გავაგზავნოთ სხვა დროს საუბარი და ძალიან გხავთ რომ გარეგნობაზე ვკითხოთ ხოლმე აუცილებლად რომ ჩემთან მიწეს ლაპარაკი კარგით კოცნით თქვენი ნანულა ბადამ აუ არ ყვილები მართლა ძალიან სასწაულია მოკლედ ნახევარ საუკუნეზე მეტი სტაჟი და გამოცდილება მაქვს ჟურნალისტიკაში, მაგრამ მე შევძლებდი ახლა ამის გაკეთებას. არა, ამიტომ თქვი, რომ თამარს უნდა გადავაბარო მთლიანად, მაგან იცის ამ გიჟების ენა ძალიან კარგად. საიდან არ ვიცი, მაგრამ იცის. და დღეს ფსიქიატრიის რენტგენი გაცდება საქართველოს ფარგლებს, გადაინაცვლებს სადღაც შორეულ ვენესუელაში და აი ვნახოთ რა იკადრა ქაურმა ერთ-ერთმა ქალბატონმა სხვათა შორის არა უბრალო ქალბატონმა, არამედ ნობელის პრემიის ლაურეატმა. მარია კორინა მაჩედომ დონალდ ტრამპს საკუთარი ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარდამჭერებს განუცხადა. მისივე თქმით, საჩუქარი ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მის ქვეყანასა და ამერიკას შორის ძმობის ნიშანია. დონალდ ტრამპმა მაჩედოს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია. მანამდე კი ტრამპმა ვენესუელას ახალი ლიდერის კანდიდატურაზე მაჩედოს მხარი არ დაუჭირა. აი ასეთი გახლავთ ეს ფაქტი. თქვენ გეგონათ, რომ ნობელის პრემიის კომიტეტი შესაძლებელია იმ ჭკუაზე ყოფილიყო, რომ არ მიენიჭებინა ტრამპისთვის ეს პრემია. მაგრამ ტრამპმა აგერ შემოვლითი გზით იშოვა ვიღაცა მარია მაჩადომ, რომელსაც როგორც ჩანს, მორალი არ შეუმოწმეს ისე გადასცეს ნობელის პრემია პრემიის კომიტეტმა, ამ ქალბატონმა აჩუქა ტრამპს ნობელის პრემია და სხვათა შორის მასაც უარი არ უთქვამს. სად მივყავართ ასეთ მოვლენებს, ასეთ პროცესებს, იმ უბედურებას, რაც ტრიალებს მსოფლიოში. სად მივყავართ? Бал вампиров заканчивается. კი. ნამდვილად აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი. აქ დავასრულებ რუბრიკას ფსიქიატრიის რენტგენი და გადავალ იმ თემებზე, რომელიც რაღაცნაირად დაკავშირებულია ყველაფერ იმასთან, რის შესახებაც ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ და კიდევ დარჩენილ დროში უნდა ვილაპარაკოთ. აი, როგორი ტენდენცია ისახება ევროპაში. საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უკვე გერმანიაც ალაპარაკდა. ბერლინში ბიზნესთან შეხვედრაზე ქვეყნის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობები დაბალანსდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს. მანამდე მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებასა და ურთიერთობების დალაგებაზე განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა. იტალიის პრემიერ-მინისტრი კი კრემლში გასაგზავნად მომლაპარაკებლის კანდიდატურას არჩევს. მოიცა, რა ხდება ეს ევროპაში საღიაზრი ღვიძებს თუ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოქმედდა. ან ერთი ან მეორე შესაძლებელია სხვა რამეც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში დაიწყო მოძრაობა, რუსეთთან გვინდა დიალოგი, რუსეთთან გვინდა საუბარი. ეს აუცილებელია. ამას ვერ ავსდებით, ეს რეალობაა, ეს უნდა მივიღოთ, ეს უნდა გავიშინაგნოთ, გავისიგრძეგანოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი საოცარი რამ გვესმის ევროპიდან. ახლა ყველაფერ ამას როგორ ხდება, ნეტა
საქართველოს ხელისუფლება და მმართველი წრეები. საქართველოს უნდა დაენიშნათ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის ფლაგმანად. საქართველოს ამაზე უარი განაცხადა და რა თქმა უნდა აქვე დაიწყო საქართველოს ბულინგი. ქიმიური არაღამდე იყო ის, რომ ჩვენ ვართ რუსული რეჟიმი. რახან საქართველოში რუსული ტანკი არ აგრუხუნდა, ესე იგი ჩვენ რუსული რეჟიმი ვართ. ევროპა ჯერჯერობით ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან. მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, მათ შორის რა თქმა უნდა უკრაინისათვის პირველ რიგში გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის. კარგია, ვერაფერს ვერ დაუწუნება ამ ნათქვამს, მაგრამ სრული არ არის, სრულყოფილი არ არის. აქ რაღაცა სხვა რამე უნდა თქმულიყო კიდევ და კერძოდ რა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ ახლა მინდა კიდევ ერთი ქართული ოცნების დეპუტატის ნათქვამი მოგესმენინოთ. ჩვენ გვიძახდნენ რუსებს, ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ჩვენს მიერ მიღებულ კანონებს ეძახდნენ რუსულს, მაშინ, როდესაც ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინა, ცხადდებოდა ჩვენზე უფრო წარმატებულ ქვეყნებად. და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ თურმე რუსეთი არის ევროპული ქვეყანა, მათი განცხადებით და რუსეთთან მოლაპარაკებები არის აუცილებელი. მაშინ მე მინდა ვკითხო საზოგადოებას, რომ მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე რუსულია, არის თუ არა ევროპული კანონი, ხო? ანუ სასაცილო მდგომარეობაში არიან. ესეც სწორია, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. მაგრამ აქაც იგივე უნდა ვთქვა, არ არის სრული და არ არის სრულყოფილი. აქაც თავარი ეს კი არ არის, რომ რომელიღაც დეტალი შეახსენო და იდაო. ამ დეტალთან დაკავშირებით არამედ უმთავრესი უნდა თქვა. უმთავრესი კი სხვა რამეა. ევროპა იძულებული გახდა რუსეთთან დიალოგი დაიწყოს. ეს თქვენ ამის გარდა სხვა სათქმეს არ გაძლევთ? უნდა გაძლევდეთ. მაგრამ ვიდრე ამ სათქმეზე ვიტყოდე რამეს, მანამდე მინდა კიდევ ერთი სიუჟეტი მოგასმენინოთ, ეს არის დაკავშირებული BBC-თან იმ კონფლიქტთან, რომელიც ჰქონდა მომწამლელ ნივთიერებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ პროცესი დაწყებულია. ამ ეტაპზე საჩივარი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული. იმ შემთხვევაში, თუ BBC-ს საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში. შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და არ არის გამორიცხული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს. ქართული ოცნება BBC-სგან დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. ესე იგი BBC-სგან ვითხოვთ ბოდიშს. კარგია დააშავეს, ცილი დაგწამეს, დეზინფორმაცია გაავრცელეს და ბოდიში უნდა მოიხადონ, მაგრამ არ ვიცი, მე უფრო მგონია რომ ისინი ბოდიშის მომხდარები არ არიან, იმიტომ რომ გათახსირებულები არიან, იმიტომ რომ დეზინფორმატორები არიან, იმიტომ რომ მოძალადეთა რუპორები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რომც მოიხადონ ეს ბოდიში, ვთქვათ, ეს არის თავარი ჩვენთვის. რას მოგცემს ეს? კი ამ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც გამარჯვებას მივახციეთ, ცილის წამება დავარქვით და ბოდიშიც მოვახტევინეთ. კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო ეს პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს. გაცილებით დიდი, გაცილებით რთული და გაცილებით ხანგრძლივი დროში. მაგალითად 1985 წელს, ვიდრე საბედისწერო ეგრეთ წოდებული გარდაქმნა დაიწყებოდა. აი იქიდან მოყოლებული. ჩვენ შეცდომათა მთელი კასკადი დავუშვით, მთელი ჯაჭვი შეცდომებისა ავკინძეთ და დავაგროვეთ. და ამან რა შედეგამდე მიგვიყვანა? ამან მიგვიყვანა სამ ნაწილად დაშლილ საქართველომდე. სხვა უბედურებებს, რომელიც საქართველოს ჭირს, ახლა არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ბევრჯერ ჩამომეთვლია, მაგრამ ეს არის დემოგრაფიული პრობლემები, ეს არის მიგრაციისა და ემიგრაციის პრობლემები, რომ საქართველოს ქართველებისგან იცლება, რომ აქ უცხოტომელი ისე მომრავლდა, რომ ქართველის ჭაჭანება იქნება თუ არა სუახლო მომავალში კაცმა არ იცის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ყველაფერ ამამდე მიგვიყვანა. რა შეცდომები ეს ძირითადად? პირველ რიგში ეს არის დასავლეთის გაფეტიჟება. ეს არის რუსეთის ტრადგამოცხადება. და ეს არის მართლმადიდებლობის მიმართ
ნიჰილიზმი და უპარდონო დამოკიდებულება. ამან ყველაფერმა მიგვიყვანა იმ უბედურებათა კასკადამდე, რომელიც საქართველოს ჭირს. მაგრამ ვინ უნდა მოიხადოს ამის გამო ბოდიში? ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში ქართველ ხალხს? ალბათ ხელისუფლებათა ყველა თაობამ, დაწყებულმა გამსახურდიათი და დამთავრებულმა ივანიშვილით. გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. აი ეს 4 თაობა ხელისუფლებებისა, რომელიც გამოიცვალა, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ერთმანეთის დაუზინებელი მტრები იყვნენ, ერთმანეთის სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდნენ, ერთმანეთის ზულ და ჭირისძღესავით და ზულთ, რომელიც ცოცხალი დარჩა იმას, რომელიც აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი მიმართულებით მიდიოდნენ. შეცდომის მიმართულებით. დასავლეთის გაფეთიშება, ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და ეს ყველაფერი ჯამში ერთად აღებული იძლეოდა ყველაფერი იმას, რაც უკვე ჩამოთვალე ნაწილობრივ და ზოგადად. ისე ჩამონათვალის გაგრძელება, რა თქმა უნდა, შეიძლება. ვინ მოიხდის ამის გამო ბოდიშს ქართველი ხალხის წინაშე? კიდევ ვინ მოიხდის ბოდიშს ქართველი ხალხის წინაშე? საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებული აბსურდული და სამარცხვინო ჩანაწერის გამო, რომელიც შეეხება ნატოს და ევროკავშირს, რომელიც ამოსაღებია კონსტიტუციიდან. ამოსაღებია, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. გასაგებია, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არ არის ის უმრავლესობა, რომელიც ამას შეძლებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაბიჯის გადადგმა ხომ შეიძლება? ხომ შეიძლება ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომ ეს იყო შეცდომა, ან ეს იყო გარედან ზეწოლის შედეგი, ეს კონსტიტუციაში არ უნდა შეგვეტანა, მაგრამ შეგვატანინეს და ამას დღეს ჩვენ უარს ვეუბნებით. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, რომ ეს იურიდიულად და ოფიციალურად გავაფორმოთ. ამ განცხადების გაკეთება ხომ შეიძლება? ბოლოს და ბოლოს პლებისციდის მოწყობა ხომ შეიძლება? საზოგადოების გამოკითხვა ხომ შეიძლება ჩავატაროთ იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი? რა თქმა უნდა შეიძლება. არც ეს იქნება საფუძველი ამოსაღებად საკმარისი, მაგრამ ეს ხომ დარჩება თქვენს და ჩვენს თელ ქართველ ხალხს ხომ შეგვეძლება ვთქვათ, რომ კი შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ აი ჩვენვე ქართველმა ხალხმა ერთად აღებულმა ეს გამოვასწორეთ და ამას უარი უთხარით შეიძლება. ვინ მოუხდის ბოდიშს ქართველ ხალხს იმის გამო, რომ აი დღეს არსებულმა ხელისუფლებამ ქართულმა ოცნებამ 13 წელიწადის განმავლობაში, 14 წელიწადი დაიწყო. ვერ მოახერხა დიალოგი რუსეთთან. ვერ მოახერხა რუსეთთან საუბრის დაწყება. არათუ ვერ მოახერხა, არამედ გაემიჯნა კიდეც ამ თემას და განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთი უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, იქამდე ჩვენ არ დაველაპარაკებით. ბატონო, არ დაელაპარაკებით? და მერე რა იქნება? შედეგი რა იქნება, რომ არ დაელაპარაკებით? აფხაზეთი დაბრუნდება და სამხრეთ ოსეთი დაბრუნდება, რომ არ დაგვიბრუნონ? კი, მაგრამ თქვენ რომ ეს აზრი გაქვთ, რომ იქამდე არ დაელაპარაკებით რუსეთს, ვიდრე რუსეთი ამ ნაბიჯებს არ გადადგამს. აი ეს ხომ უნდა უთხრათ რუსეთს? თუ არ დაელაპარაკებით, ამას როგორ გაიგებს რუსეთი? დაესიზმრება პუტინს ღამე და წამოხდება შუაღამისას და იყირებს არიქას ასრაფოდ დაუბრუნეთ აფხაზეთი და ოსეთი თავის პატრონსო. თუ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? საქართველო რომ შემოიაროთ ახლა და პოლიტიკისგან ძალიან შორს მდგომი ადამიანები. აი აღმოსავლეთში ვაზი რომ მოყავთ და დაკოჟილი ხელები რომ აქვთ, დასავლეთში სიმინდი მოყავთ, მეცხოველეობას მისდევთ და სხვა და სხვა. პოლიტიკისგან შორს მდგომი ხალხი, რომლებსაც მაინც
დიდ განათლებაზეც არა აქვთ პრეტენზია და თქვენსავით რაღაცა კემბრიჯი, ოქსფორდი და რაღაც უბედურებები არა აქვთ დამთავრებული. აი იმ ხალხს რომ კითხოთ. აი ეს, რასაც ამბობენ ეს ყმაწვილები, მთავრობისა და ხელისუფლების სათავეში რომ არიან დღეს. ეს პოლიტიკაა თქვა რომ კითხო. ისინი ხომ კი პასუხებენ, ეს პოლიტიკა კი არ არის. ეს სისულელეაო. კი ასე კი პასუხებენ, ნამდვილად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდი და კემბრიჯი არა აქვს დამთავრებული, მათ ცხოვრებისეული გამოცდილება, გუმანი, ინტუიცია კარნახობთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ნუ თუ თქვენ ვერაფერს ვერ გეუბნებათ, არაფერს არ გეუბნებათ ის პროცესები, რომელიც დღეს მსოფლიოში მიდის. ნუ თუ რამე ცვლილებისკენ არ გიბიზგებთ ეს ამბავი. ნუ თუ თქვენ არ გაგიგიათ ის ამბავი, რომ იყო ერთი ასეთი პარტია და მე მგონი არის დღესაც სოლიდარობა მშვიდობისთვის. ამ პარტიამ შეაგროვა თვალსწები 150,000 ხელის მოწერა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას დიალოგი დაგეწყოთ რუსეთთან. 150,000-მა მოქალაქემ საქართველოსი ხელი მოაწერა თავისი სახელით და გვარით დაგიდასტურათ, რომ ეს აუცილებელია და გთხოვთ, მოვითხოვთ თქვენგან, რომ ეს გააკეთოთო, გააკეთეთ. საერთოდ გაეცანით ამ ამბავს. აი, თუ ყურიც არ შეიბერწყეთ, თითქოს არ ყოფილა. იმიტომ რომ თქვენც ისევე ხართ შეპყრობილი ამ რუსოფობიით, როგორც ჩანს, როგორც თქვენი წინამორბედი სხვა ხელისუფლებები იყვნენ შეპყრობილი და ქვეყანა მიიყვანეს იმ შედეგამდე, რა შედეგზეც უკვე ვისაუბრეთ. თქვენც ასე აპირებთ გაგრძელებას? აი მაშინ, როდესაც ვენესუელას ამბები ხდება, გრენლანდიის ამბები ხდება, აგერ გვერდით ირანის პროცესები მიმდინარეობს. თქვენ გინდათ ასე დარჩეთ მშრალად კი, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ამბავი? სანამდე იქნება ეს სიტუაცია, რომ აი ასე დარჩეს ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ დროა თქვენ რადიკალურად, დიამეტრალურად შეცვალოთ თქვენი მიდგომები. დროა გამოაცხადოთ, რომ შეცდომა კი არა, დანაშაული იყო დასავლეთისკენ კურსის აღება თავის დროზე. ჩვენი შეცდომაც და ჩვენი დანაშაულიც იყო ის, რომ ჩვენ ამაში მონაწილეობდით. იმიტომ რომ მიმდინარე პროცესებმა გვიჩვენა, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება. მაგრამ ჩვენი ქვეყანა, პატარა 3 მილიონიანი ქვეყანა, დაუცველი, გასაცოდავებული ქვეყანა, უამრავი პრობლემის წინაშე მდგარი და დაშლილი ქვეყანა არ შეიძლება უსაფრთხოების ქოლგის გარეშე არსებობდეს. აი ეს დასკვნა უნდა გააკეთოთ ჯერ და მერე ეს განცხადება უნდა გააკეთოთ. არსებობს ერთი ასეთი კავშირი, რუსეთ-ბელარუსის კავშირი. ძალიან წარმატებული კავშირია. ორი სახელმწიფოა გაერთიანებული, ორი მართლმადიდებელი სახელმწიფოა გაერთიანებული ამ კავშირში. თქვენ უნდა დაიწყოთ ფიქრი ამ კავშირის მიმართულებით. და არა მარტო ფიქრი, არამედ მოქმედებაც უნდა დაიწყოთ. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოთ. რას გვაძლევს ჩვენ ამ კავშირის წევრობა, თუ კი ისინი ამ კავშირში მიგვიღებენ 1992 წელს გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში. მოგახსენებათ, რა საზღვრებიც არის ეს? აი ამ საზღვრებით თუ მიგვიღებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში, რა შედეგები მოყვება ამას საქართველოსთვის. ამას უნდა ფიქრი, ამას უნდა ანალიზი, ამას უნდა მსჯელობა, განხილვა, მაგრამ დასაწყებია ეს საქმე. აუცილებლად დასაწყები. ამას თქვენ გეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას, თორემ მე ამ მიმართულებით ფიქრი ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს დაწყებული. სხვათა შორის აი ამ 5 თუ 6 წლის წინ ბელარუსში მქონდა შესაძლებლობა, რომ ბელარუსის პრეზიდენტისთვის რამდენიმე შეკითხვა დამესვა და მათ შორის ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ აი ამ კავშირს, ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეხებოდა და ფრაგმენტს არქივიდან ახლა გაჩვენებთ. Интеграция. Как нам быть? В одиночестве остаться, чтобы Запад поглощал нас всех?
В отдельности или вот у вас прекрасные заглавие сегодняшнего мероприятия, значит, большой разговор. Большой разговор. В каждой республике не настало время, чтобы состоялся такой большой разговор для того, как спастись вместе. Я не знаю, каким это должен быть союзом, типа Евросоюза, или хотите типа Советского Союза, но, как мне кажется, надо спастись вместе. Как вы думаете по поводу этого? ეს გახლავთ 2020 წელი. 2020 წელი. მას შემდეგ აგერ მე-6 წელიწადი დაიწყო. და იქამდეც ბევრი მისაუბრია ამ თემებზე, რომ ჩვენ არ შეიძლება ისტორიულ საფუძვლებს მოვწდეთ. ჩვენ არ შეიძლება იმ მიმართულებებს მოვწდეთ, რომელიც სუბსტანციური მნიშვნელობის არის ჩვენთვის. თორემ ხომ ხედავთ თვითონ ეპოქამ, რეალობამ, ვითარებამ დაგვისაბუთა, დაგვიდასტურა, გვანახა, რომ დაღუპვის, მგრევის, გარყონის, გადაგვარების მეტი იმ მიმართულებას, რომელიც გავაფეტიჟეთ, საქართველოსთვის არაფერი მოუტანია. ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს. სხვათა შორის ბატონმა ლუკაშენკომ იქ არა, მაგრამ სხვა საუბარში ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით და ისაუბრა იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მის სახელმწიფოს ბელარუსს იმ შემთხვევაში თუ ის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს დაკარგავს და რუსეთთან კავშირს დაკარგავს. ბელარუსი მოგახსენებათ, რომ ჩვენზე რამდენჯერმე დიდი სახელმწიფოა, როგორც ტერიტორიით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და არის ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფო, მაგრამ თურმე მოკავშირის გარეშე დარჩენა შეუძლებელია და კატასტროფულია მისთვის. ბატონი ლუკაშენკო. Если рухнет Россия, то мы даже не заметим, где мы окажемся. Вот через нас просто перешагнут, как я говорю, в жерновах перемелят и выплюнут. Таким государством, как мы, в одиночку, не просто будет трудно выжить, будет невозможно. Поэтому я и взял более жесткий курс на то, чтобы сохранить наш суверенитет и независимость, чтобы мы были государством, но мы были в тесной связке с нашими ближайшими друзьями и братьями. Кто это? Это Россия, это Украина. Неважно, что там происходит сегодня. Там народ обездолен до крайности. Так долго продолжаться не может. Мир изменится серьезнейшим образом. Мир изменится в плане объединения народов и государств в союзы. აუცილებლად ასე მოხდება. სოფლიო აქეთკენ წავა. კავშირების მიმართულებით, ინტერესთა ჰარმონიზების მიმართულებით და არა ინტერესთა დაპირისპირების მიმართულებით, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით იმავე რუსეთთან და თუ გნებავთ იგივე ბელარუსთან დაკავშირებით. ამიტომ ეს მიდგომები პრინციპულად უნდა შეიცვალოს და ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ დრო არ ითმენს. როდესაც მოსახდენი თვითონ მოხდება, იქ ჩვენი გავლენა, ჩვენი სურვილები ნაკლები იქნება და ნაკლებად იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ როდესაც ჩვენ თვითონ დგამთ გააზრებულ, გაცნობიერებულ ნაბიჯს, ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენი გავლენაც მეტი იქნება და ჩვენი სურვილებიც უფრო იქნება დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ისტორია, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს დედა ეკლესია და მართლმადიდებლობა. მე მინდა ამ გადაცემის დასასრულს პატრიარქის სიტყვები მოვისმინოთ. დიდება უბანს, რომელმაც მოხსა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო? ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. აი ამ ეკლესიამ გადარჩინა
ქართული საზრუნაება, გვასმაგდებელი საზრუნაება, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვსირავთ უფალს. მართლმადიდებელი საზრუნაება იყოს ჩვენი ზამკვრები, ჩვენი გადამრჩენი, ჩვენთან არის ღმერთი. აი აქ რა თქმა უნდა სხვა არაფერი დამჩენია გარდა იმ რიტუალისა, რომელსაც ვასრულებ ხოლმე ამ გადაცემის მსვლელობისას ბოლოში. ეს არის სანთის ანთება და პირჯვრის გადაწერა. იმიტომ რომ შეუცვლელია ეს გზა, შეუცვლელია ეს მიმართულება, რასაც მართლმადიდებლობა ქვია. ჩვენთვის ყველაფერი აქ იწყება, ამით იწყება. ეს არის საქართველოს ისტორია, ეს არის საქართველოს სული, ეს არის საქართველოს წარსულიც, აწმყოც და ეს უნდა იყოს საქართველოს მომავალიც. ისევე უნდა ვისწრაფოდეთ ამ მიმართულებით, როგორც ის პატარა ანგელოზი ჩვენი გადაცემის ბოლოში, რომელიც ამ ბარიერს, კიბის ბარიერს ძლევს გასაოცარი სიბეჯით, გასაოცარი გულმოდგინებით, რათა მივიდეს ეკლესიასთან, რათა უფლის სამფლობელო იხილოს, სიკეთე, ჭეშმარიტება, სიყვარული და ანთებული სანთლები იხილოს. აი, ასე ამ მიმართულებით უნდა ვიარო. ამიტომ გადავიწეროთ პირჯვარი და უფალს ვთხოვოთ შემწეობა იმ საქმეში, იმ გზის გაყვალვაში, რომელიც ჩვენთვის აუცილებელია. დრაფსავარია, სწორია და ჭეშმარიტია. აი თითქმის ყველაფერი ის, რისი თქმაც დღეს ამ გადაცემაში მინდოდა და ასე თუ ისე მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.